სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. დიდმარხვის მეორე კვირიაკეს, ანუ აწინდელ დღეს, წმინდა ეკლესია ჩვენი ამ კვირიაკეს სახელს დებს სინათლის გმელთა მარხვათა კვირიაკეთ. ერთის მხრივ ამ კვირიაკის საყურებაში, საღვთისმსახურო წიგნებში, იმნოგრაფიით და ეკლესია მოვიწოდებს სინანულისაკენ, მეორეს მხრივ აქებს და აღამაღლებს მარხვას, როგორც მადლიან საშუალებას ქრისტიანი ადამიანის შინაგანი გასხივოსნება განათებისათვის სულიწმინდის მადლით. ეს სწავლება, ეს მოძღვრება უძველესი წარმომავლობისაა. ლამის იმ დღიდან მოდის და იღებს დასაბამს, როდესაც ათონის თაზე, რომელიც ღვთისმშობლის წილხედრი არის, მოგეხსენებათ, დასახლდნენ პირველი მამები. ერთ-ერთი პირველი, ვინც დასახლდა ათონის თაზე, თქვენიც იყო წმინდა პეტრე ათონელი, ყოფილი სახელოვანი მხედართმთავარი. წმინდა ნიკოლაოზობას დღესასწაულზე მოგვიტყრია, როგორ მოხდა იგი ათონზე, როგორ ჩავარდა არაბებთან ომში, მოუწოდებდა წმინდა ნიკოლოზს შეწევნისათვის და აღუთქვამდა, რომ ბერად აღიკვეცებოდა, თუ კი გაანთავისუფლებდა, უმძიმეს პირობებში იყო. მაგრამ რატომღაც დაივიწყა თავისი აღქმა, როცა სასწაულებრივად გამოიყვანა საპყრობილიდან წმინდა ნიკოლაოს საგვირაუთმოქმედმა. ამიტომ ღვთისმიშვებით იგი კვლავ ჩავარდა ტყვედ და ამჯერად უფრო ბევრად მძიმე პირობებში ლამის სიკვდილის პირას მივიდა. გაიაზრა თავისი შეცოდება, შეინანა და ევედრებოდა წმინდა ნიკოლოზს ყოველად განთავისუფლებას, მაგრამ წმინდა ნიკოლოზმა ეჩვენა რა აშკარად და არა სიზბრეულად განუმარდა, რომ აღთმის დარღვევისთვის იჟებოდა ამგვარად და უთხრა ქრისტეს სიყვარულისთვის, რომ არა მისთვის ამჯერად ასეთი შეცოდების შემდგომ აღთმის გატეხვისა, არამედ სიმონ ღვთისმიმრქმელისათვის მიმართ უნდა ელოცა და ეთხოვა განთავისუფლება, რადგან იგი ღმერთთან, ჩემთან შედარებით ბევრად ახლოს არისო. მართლაც წმინდა ნიკოლაოზისა და სიმონ ღვთისმიმრქმელის ლოცვით ღმერთმა მოიღო წყალობა და ყველად ერთხელ გაანთავისუფლა. ამჯერად იგი ჩავიდა რომში, როგორც გზა აჩვენა რომისკენ მიმავალი წმინდა ნიკოლაოსმა, გაუმხილა რომის იმდროინდელ პაპს, რომლებიც მაშინ მართლმადიდებლები იყვნენ, თავისი აღთქმისა და აღთქმის გატეხვის შესახებ და ესე იგი მისი ლოცვა კურთხევით გაეშურა ათონისაკენ, მანამდე აღიკვეცა რა ბერად და იყო ერთ-ერთი პირველი მოსაკრე. წმინდა გარდამოცემით ასევე ერთ-ერთი პირველ მოსახლენი ათონის მთისა იყვნენ იბერიელები, ანუ ქართველები, ჩვენი წინაპრები. ეს სულაც არ არის გასაკვირი, იქიდან გამომდინარე, რომ ღვთისმშობლის წილხედრია საქართველო, პირველი წილხედრი ქვეყანაა, მერმე წილად ერგო ათონი და სავსებით ბუნებრივია, რომ ღვთისმშობლის სიყვარულისთვის ჩასულიყვნენ მის მეორე წილხედრ ქვეყანაში და იქ მოღვაწათ ღვთის წინაშე. გამოხდა ხანი, აი უკვე გვიანდელი შუა საუკუნეებია, მე-15 საუკუნის დასაბამი, დასაწყისი და აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში, ამ დროს უკვე რომი დასავლეთი არის უკვე კათოლიკური, მწვალებლური, განუდგა მართლმადიდებლობას, აღმოსავლეთის ეკლესიამ, ბიზანტიის იმპერიამ შეინარჩუნა ჭეშმარიტი სარწმუნოება, მაგრამ მასში გაჩნდა თესლი ერთგვარი განხეთქილებისა და მწვალებლობისა. ეს იყო რომელიღაც ბერი, ვარლამი და მისი მოწაფე აკინდინი, რომელთაც არამართლმადიდებლური მოძღვრების გავრცელება დაიწყეს, იხრებოდნენ კათოლიციზმისკენ და უფრო მეტიც დაუფარავად დაიწყეს დასავლელი სქოლასტიკოსების პიერ აბელარის, რომელიც წარმოშობით არაბი კათოლიკე იყო და თომა აქვინელის სქოლასტიკური მოძღვრების გავრცელება, მათი ცრუ სწავლებისა. კერძოდ იგინი დაუპირისპირდნენ და პირველ ყოვლისა ვარლამი და აკინდინი და ვარლაამიტები ათონელი მამების ისიქასთი ჭრეტელი მამების სწავლებას ხელთ უქმნელ ნათელზე, რომლის თანახმადაც მართალია ღმერთი
არსებით შეუძლებელია შეიმეცნო, მაგრამ მისი მოქმედებების ანუ ენერგიების მიხედვით ღმერთზე შეიძლება წარმოდგენა შეიქმნა და ეს შესაძლებელი ხდება იმ ხელთუქმელი ნათლით, რომლითაც მაგალითად მოციქულებმა პეტრემ და ძმებმა ზებედესებმა უფალი არათუ მხოლოდ გონების თვალით, არამედ ხორციელი თვალითაც იხილეს, ასე როგორც მაგალითად სინასთან მოსე შულის დებელმა და ღვთისმხილველმა. ისე რომ ეს ნათელი იხილვებოდა როგორც სულიერი თვალით, ესევე ხორციელი თვალითაც ცალკეულ შემთხვევებში. და ამას ადგილი ჰქონდა დიდად მოსაგრე მოღვაწე ასკეტ მამებთან. დღეს რა თქმა უნდა არის რა განსაკუთრებული ხსენება წმინდა გრიგოლ პალამასი ამ ჩინებული მღვდელმთავრისა, ბუნებრივია რომ ეს არ არის შემთხვევითი. მისი ხსენება წელიწადის სხვა დროს არის მისი მიცვალების დღეს, მაგრამ დღეს საგანგებოდ არის შერჩეული მისი ხსენება დიდმარხვის მეორე კვირას. არსებითად დღევანდელი კვირიაკე გაგრძელება იმ დღესასწაულისა, რომელიც 1/7 წინეთ კვირას ვიდღესასწაულეთ მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა. კერძოდ აღნიშნეთ რა მართლმადიდებლობის კვირა, ანუ მართლმადიდებლური ჭეშმარიტი მოძღვრების გამარჯვება ყოველთა მწვალებლობათა ზედა. დღესაც პრაქტიკულად იგივე დღესასწაულია, ოღონდ არა საზოგადოდ ყველა მართლმადიდებლის, არამედ განსაკუთრებულად და გამორჩევით ასკეტი მართლმადიდებელი ბერმონაზმებისათვის და მათი ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი გახლავთ გრიგოლ პალამა, მაგრამ მხოლოდ ამის გამოც არ არის დაწესებული მეორე კვირიაკეს მარხვისა მისი ხსენება, არამედ იმის გამო რომ სწორედ გრიგოლ პალამა აღმოჩნდა ერთ-ერთი თავგამოდებული მოშურნე დამცველი წმინდა მამათა სწავლებისა თაბორისეულ ხელთუქმნელ ნათელზე. წარმომავლობით იყო ბასილევსი მეფის ნათესავი იყო, ამიტომ ბუნებრივია რომ იგი თავდაპირველად აღიზარდებოდა მეფის სასახლეში, მიიღო იქაური განათლება, მაგრამ ჯერაც ჭაბუკი 16-17 წლის გადადის უკვე ათონის მთაზე და ფიქრობს მონოსნად აღკვეცას. აქ ის დაემოწაფება ისიქას განდეგილ მამებს, პირველად ეზიარება გაეცნობა მათ მოძღვრებას და შემდეგ როგორც გითხარით, მთელი ცხოვრების და მღვდელმთავრობის განმავლობაში არის თავგამოდებული დამცველი მათი სწავლებისა თაბორისეულ ნათელზე. მისი დიდი თავგამოდებით და მოწადინებით 1421 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მოიწვია ადგილობრივი კრება თავისი ეკლესიისა, განიხილეს სრულმოძღვრება ვარლამისა და საზოგადოებრივ ვარლამიტებისა, დაგმეს, შეაჩვენეს და განკვეთეს. გაბურუტებულმა ვარლამა კი არ მოინანია თავისი სტომილება, მწვალებლობა, არამედ გაჯიქდა კიდევ უფრო აღივსო ვარძლით, დატოვა მართლმადიდებელი ეკლესია, გადავიდა კათოლიკურ სამყაროში, მიიღო კათოლიკობა, უარყურა მართლმადიდებლობა და უფრო მეტის მონდომებით დაიწყო წევა და ლანძღვაგინება მართლმადიდებლობისა. მაგრამ ის უკვე განკვეთილი იყო ეკლესიიდან. მას ეკლესიის ისტორია კალაბრიელ გველს უწოდებს, წარმოშობით იტალიის ქალაქ კალაბრიიდან იყო და აქედან გამომდინარე უწოდეს მისი სტომილების გამო კალაბრიელი გველი. გველი შემთხვევით არ უწოდეს, გველი იყო, რომელმაც აწტუნა ჩვენი პირველ მშობელი. ამაზე ბევრი ვისაუბრია, ამჯერად აღარას გეტყვით რა. გველი, რომელიც ყველაზე ახლობელი იყო ადამიანის ყველაზე გონიერი დანარჩენ ცხოველ ფრინველთა შორის, ამიტომ ყველაზე ახლო მდგომი ადამიანთან, ანუ შევიდა სატანამ ჯერ გველი დაიმორჩილა და მერე მის მიერ ვითომ როგორც მეგობრით, ესე იგი გააბა ბაასი ევასთან და გაიგო ადამიანის მოკვლის საიდუმლოება, მათი სიკვდილის საიდუმლოება და დასა და შეაცდინა ჯერ ევა და ევას მიერ სატანამ შეაცდინა მერმე ადამიანს და დღეინდელად დღემდის ადამიანი მოდის სოდვაში, შემოხდა სიკვდილი იმ დღიდან წუთის სოფელში და ცოდვით იბადება, მემკვიდრეობითი ცოდვით ადამიანი, მაგრამ მერმე მოვიდა უფალი და ესე იგი გაგვიკვალა გზა ზეციური სასუფევლისკენ სამოთხის დამკარგავთ. წმინდა გრიგოლ პალამას მოძღვრების ჭეშმარიტება არა მარტო მისი მრავალრიცხოვანი თხზულებებით, მისი ურიცხვი ჰომილია ქადაგებებით მოწმდებოდა, არამედ მისი პირისახითაც კი პირდაპირი გაგებით. ხშირად, როდესაც ის ქადაგებდა და მეტადრე ხელთუქმნელ ნათელზე, მის პირისახეს სწორედ ეს ხელთუქმნელი ნათელი ეფინებოდა, რომელსაც მისი სამწყსოდან მრავალი, არა ყველა, მაგრამ მრავალი ხედავდა.
მისი მოსაგრე ასკეტური ცხოვრების გამო, მისი მოშურნეობის გამო, დიდი მქადაგებლობისა, მართლმადიდებლობის დაცვისა, ეკლესიამ იგი ვალევე შერაცხა წმინდათა შორის, როგორც გითხარით, განსაკუთრებული ადგილიც კი მიუჩინა წმინდათა შორის. აი ეს არის აწინდელი დღესასწაულის მიზეზი და საბაბი წმინდა გრიგოლ პალამას ამ უდიდესი ღვთისმეტყველის და ასკეტი მამის ხსენებისა. დღესვე სურს სადღესასწაულოდ საზეიმოდ ყველას წინაშე ვაკურთხოთ ახლა დაწერილი ხატი, რომელიც ჩვენი ამ 4 ტაძრისთვის არის განკუთვნილი და კერძოდ დასვენდება მამა გაბრიელის სახელობის ტაძარში, რომელსაც ეწოდება ბარძიმი შეუსმელი. თქვენ იცით, უკვე ცნობილია თქვენთვის კი არა, ჩვენი ბრევლის გარეთაც მრავალთათვის ცნობილია, რომ ჩვენს ტაძარში იხატება ღვთისმშობლის ხატები, რომელიც გამოვარჩიეთ ურიცხვ ხატებს შორის თავდაპირველად მათი დაუჯდომლები ვთარგმნე და ეხლაც ითარგმნება, უკვე ახალი 4 დაუჯდომელი ითარგმნა ჩვენ მიერ ღვთისყალობით და ამის ყვალობაზე ნელ-ნელა იწერება ხატებიც. გასულ 2 კვირის წინათ გასულ დროს ჩვენ ვაკურთხეთ ახლა გამოწერილი ხატი ყოველთა დედოფალი, ანუ პანტანასა სიმსივნის კურნალი, ისიც დასვენდა მამა გაბრიელის სახელობის ტაძარში, მის პარალელურად გვერდით დასვენდება ბარძიმის შეუსმელი. იქ თუ პანტანასა სიმსივნის კურნალია, აქ ბარძიმის შეუსმელის ხატი, ან ღვთისმშობელი მარიამე ამ ხატის მიერ, ამ მადლით, რომელიც ღვთისგან მიუღია ამ ხატს კურნავს ადამიანის მემთვრალეობისაგან. და არა მარტო მემთვრალეობისაგან, თუ რწმენით მიმართავენ, თუ ახლობელი, თუ თავად შეპყრობილი ამ სენით, არამედ ნარკომანიისგანაც არის. რა თქმა უნდა, ეკლესია მიესალმება აწინდელი ჩვენი ხელისუფლების მცდელობას, რომ რამენაირად გამოაკეთონ მდგომარეობა ნარკომანიის თვალსაზრისით. მე რომ მკითხო, დაგვიანებულიც არის, ეს ადრეც უნდა გაეკეთებინა, მაგრამ იგი პრაქტიკულად რაც სათავეშია ეს ხელისუფლება, სულ არის ამ ფსევდოლიბერალების, ანუ სამშობლოს მოღალატეების, ქვეყნის მტრების, აგენტების, გავლენის აგენტების და ფულზე გაყიდული მკვდარი სულების მოგერიებაში. ესეც იყო ერთ-ერთ მაღალ თანამდებობის პირს ველაპარაკე, დავტუქსე, როგორც მღვდელმა, რა თქმა უნდა, მორიდებით, იმიტომ რომ მაღალი თანამდებობის, არა იმიტომ რომ რაღაც შიში და იმიტომ რომ უფალმა გვასწავლა კეისარს, კეისრის სამეფოზე და თუ საჭიროა შიშიც მივცეთ, როგორც მოციქული პავლე ამბობს. მაგრამ შუბი ხალთაში არ იმალება, ყველაზე მაღლა ჭეშმარიტება დგას, ხელისუფლება მოდის და მიდის, ჭეშმარიტება რჩება და დარჩება ვიდრე ქრისტეს დაბრუნებამდე. ანუ ქრისტეს წმინდა ეკლესია და წმინდა მართლმადიდებელი სწავლება, მართლმადიდებლური სწავლება. კერძოდ დავტოქსე იმის გამო, რომ თქვენ მიიღეთ ძალიან დიდი შეცდომა იყო თქვენი მხრიდან, რაც რა თქმა უნდა მოსაწონი არც ბრევლისთვის იყო და არც ერისკაცებისთვის, ეგრეთ წოდებული ანტიდისკრიმინაციული კანონი და ესე იგი მარიხუანის ლეგალიზაციის კანონი და მოვუყვანე მაგალითად, იმიტომ რომ მე ვისმენ აღსარებებს, საუბრებს, ბევრს ისეთს, რაც არ იტყვიან მამაღლა ან არ დაწერენ ან ტელევიზორში არ ისაუბრებენ, აგერ დედები მოდიან მეთქი და ესე იგი ტირიან, რომ შვილი რომელიც თამბაქოს არ ეწეოდა, თუმცა მე განმარტე რომ თამბაქო ესეც ნარკოტიკია. ნიკოტინი შედის შედარებით სუბუქი ნარკოტიკი. იმიტომ არის დანებება რომ უჭირთ თავის და ასე შემდეგ. მარიხუანა არც ისე მსუბუქია, როგორც დასავლეთიდან ასაღებენ. პირიქით, თუ სისტემატიურად მოიხმარს ადამიანი, ესე იგი ტვინის ქერქის დაავადებას იწვევს, სერიოზულს. სიმსივნის გარდა სხვა დაავადებებს, ფსიქიურ აშლილობებს. ბევრი მათგანი, ვინც მომხმარებელია უკვე წლებია, ნახეთ რა მდგომარეობაში არიან. მაშინ იმ ხელისუფალმა მითხრა, ეს იყო დასავლეთის კატეგორიული მოთხოვნა. ამის სანაცვლოდ ხრთამის შესთავაზეს თავისუფალი მიმოსვლა დასავლეთში. გესმით თქვენ, ერთგვარი გარიგება მოხდა. ჯერ აიძულებდნენ, შემდეგ შესთავაზეს და წავიდნენ ამაზე. იმიტომ რომ ესეც თავისთავად კარგი კი არ არის, ცუდია, გადინება მიმდინარეობს ქართველი ხალხის. 1,5 მილიონი და ეს არ არის ზუსტი ციფრი, ესეც მინდა ვთქვა. უკვე გასულია საქართველოს საზღვარი. რა ემართებათ? ვინ ხდებიან? როგორები ხდებიან? ესეც საფიქრებელია, რა თქმა უნდა, დასაფიქრებელი არის. მერმე ესე იგი გენოფონდი
ზოგიერთ მაგ მითხრა მოსულა 15-16 წელი ნარკომანი არის. მათაც ესევე მარიხუანი დაიწყეს. რა მოხდა მსუბუქია და დღეს მძიმე ნარკოტიკებზე სხედან მათი ჟარგონი რო ვიხმარო. იღუპებიან და ერთიც წყდება და მცირდება. რამდენი გასულია, აქ გვარდებიან, ზოგის ტრანსგენდერია, ზოგის სოდომიტია, ლესბოსელი თუ მამათმავალი და რამე მემკვიდრეობა რომც მოხდეს სასწაული და შვილი ეყო, რა უნდა გაიზარდოს მაგადგან. დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამოზარდე. და ეს ხდება მეთქი უკვე ოფიციალურად, კანონის ზალით. ამიტომ მაპატიეთ, ეს თანამდებობები არის ძალიან დროებითი, ეს ხელისუფლებაც და ნებისმიერი რომელიც მას შემდეგ მოვა და ყველა წარუდგებით ღმერთის წინაშე და განვიკითხებით. რას ვაკეთებდით მიწიერი ცხოვრების შანსს, რას ვთესავდით ავსა თუ კარგს. თავის ადგილზე მოეკითხება ყველას, რიგით მოქალაქესაც, ხელისუფალსაც, სამღვდელო იერარქიასაც, მღვდელსაც, დიაკონს და აბსოლუტურ მრევლსაც. და რაც უფრო ახლოა ადამიანის ჭეშმარიტებასთან, მით უფრო მკაცრი იქნება, ესე იგი, ხილება უხრის სამშაბლოზე. ჯერ პირად-პირადი გარდაცვალების შემდგომ, მერმე და მერმე უკანასკნელ საყოველთაო განკითხვის შანსს. ეს ყველას უნდა გვახსოვდეს. ხიხი, ხახა, ბევრი ასე გადის ამ ცხოვრებას, მაგრამ წარეთ ასრულებს თავის ცხოვრებას. უამრავი მაგალითი შემილია აქაური ქვეყნის თუ გარეშე, რომ გრიალებდნენ თქვენი სიტყვით ვამბობთ და სახელდიდებას იყვნენ გამოკიდებული და სიმდიდრეს და სრას ასახლეებს ოხრად დარჩათ ყველაფერი და ყველაზე დამამცირებელი და უკუღმართი უკანასკნელი სიკვდილით მოხვდნენ ისინი. მე შემიძლია გვარსახელებით ჩავთვალო და რა გინდათ? თქვენ ხომ ეს შემზე კარგად იცით, სამწუხაროდ თქვენ ქრისტეს მოძღვრებას ნაკლებ იცნობ და იმ ამავე მოვლენების კალეიდოსკოპს ბევრად კარგად ვიდრე მე მაგალითად. ზოგი რამ რა თქმა უნდა იცოდე, რაც ხდება, აანალიზებდე, დასკვნებს აკეთებდე, მაგრამ ისი არა, როგორც თქვენ ამოთხოვთ, თავით გადაეშვა ამ ყველაფერში, ამ ამაოებაში. მას დღეს სურს თქვენთან ერთად ვაკურთხოთ ეს ხატი. ბარძიმის შეუსმელი. რამ განაპირობა ადრე ვთქვი და ყველად გავიმეორებ, რომ ეს ხარტი დაიწერა ჩვენი სამრევლოსთვის, რომელიც საკმაოდ დიდი არის და ბევრი არის მიმომსვლელი, გარდა იმისა, რომ მკვიდრი მრევლი ყავს ამ 4 ტაძარს, განაპირობა იმან, რომ ზალზე და გავრცელდა ლოთობა, მემთვრალეობა, ყველა თავისი შედეგები. საერთოდ კაცობრიობა თავისი ცოდვების დიდ ნაწილს შადის აფექტურ მდგომარეობაში, რომლის ერთი ნაირსახეობა არის სიმთვრალე. წმინდა მამები სიმთვრალეს სრულად ნაწილობრივ გონების დაბნელებას უწოდებდნენ, სიგიჟეს. როცა ადამიანი საღად ვერ აზროვნებს და როგორ იაზროვნებს, როცა ტვინის უჯრედები ყვდება სპირტიანი სასმელების გამო. მკაცრად რო ვთქვათ, მისაღები და დასაშვები არის ღვინის დალევა, ნატურალური ღვინისა. მადლობა ღმერთს, ეს მამა-პაპათა ტრადიცია კვლავ მობრუნდა საქართველოში. მაგრამ ცუდი რა არის, რომ ღვინის ქვეყანა ოდითგან აქ დაიწურა პირველი ღვინა სამხრეთ კავკასიაში. ლუდით იხოცებიან. ყველაზე დამანგრეველი და მავნე სასმელი არის ლოდი. და აი ამას არიან დაწაფებული ახალგაზრდები განსაკუთრებით. პრესტიჟულად ითვლება, ასე ვთქვათ და ასე შემდეგ. პირიქით, ქალური ჰორმონები მრავლდება და ეს რაც მოგიტანს ნელი არ არის მიხვდე და ადამიანი მრავალფერად ავადდება. ნატურალურ ღვინო არათუ მავნე არ არის ზომიერად მიღებული პირიქით სამკურნალო ძალას კი აქვს და ამას დღეს ჩვენ ქართველებს მეღვინეებს ოდითგან გვეუბნებიან უცხოელები. მაგალითად, ნატურალური საფერავი სიმსივნესაც კი ყურნავს დასაწყის ფაზებში, პირველ ორ საფეხურზე და ჩვენ თითქოს მათგან გავიგეთ. რატო იყო რომ შვილივით უვლიდა ვარსა და ეფერებოდა ფერს ქართველი კაცი? არა მარტო იმიტომ რომ ღვინო ახარებს გულსაკაცისას, იმიტომ რომ მან უწყოდა რომ ამას ჰქონდა სამკურნალო თვისებებიც. მარხვას რომელსაც კაცრად იცავდნენ, ბალახეულით მარხულობდნენ და ბოსტნეული ჩვენგან განსხვავებით. დღეს რავი ამასინათ მითხრეს რომ სამარხო ხორცის გამოიგონესო შექმნეს, სამარხო კარაქერზე და ჩვენ მარხველები კი არა ვარ, ჩვენ ვარ გემოთმოყარენი და ნაყროვანების მიმდევრები. არც მეტი, არც ნაკლები.
გასულ კვირას ქადაგებაში როგორღაც ერთ-ერთი წმინდა მამის ხმურებიდან მაგალითი მოვიყვანე, სულიერი მამაშვილი მიდიოდა მონასტერში 4 დღე სტუმრად იყვნენ, რასაც დაუგებრენ, ესე იმას იღებდნენ, იმაც ესე იყვნენ კანონზე და რომ წამოსვლის წინ ტრაპეზი დაუგეს. და მათაც მიიღეს, რაც დაუგეს, არ დაუწყე რომ მე მკაცრად მარხულობ, მე ასე მარხულობ, მე ისე მარხულობ, მაგრამ როცა წამოვიდნენ, აი ნახეთ რა მოხდა. მორჩილს ახალგაზრდას მოწყურდა, შანს 2-3 ჭიქაღვინოც მიირთვეს. ეს პირის გაშრობას იწვევს და რომ მოწყურდა წყალი საკმაოდ ვრცელი გზა ედო წინ წყაროს თვალს წაასა და გახარებული დაეწაფოდა რა შვები შვილო მამაში აწყვეტინასმა და როგორ მარხვაროა დაგავისდაო საფრთხად დარჩა მორჩილი როგორ იქ იმ მონასტერში არ იყო მარხვა იქ ჩვენ სტუმრად ვიყავით იმად წესზე ვიყავით ხომ არ დავიწყებდით ჩვენებას ჩვენ რომ კაცრად მარხულობთ ჩვენ კი ახლა არავინ არ გვიშლის ხელს რომ მარხვა შევინახოთ და არც კი ამის იქით ესე იგი ადგა წყაროდან და არც კი დაასრულა წყლისმა ესე იგი რა გამოდის საყვარელო წყლის ზედმეტად და ხშირად მიღება ეს მარხვის გატეხვა იყო მაშინ ეხლა უსაზღვროდ ისმევა სხვადასხვაგვარი გამაგრილებელებთან დაცხა მარჩი გიჟმაჟი თვია მაგრამ ქართული ანდაზა უნდა მოვიგონოთ მარტი როცა წინ გიძევ შვილო ნურ საქებს ზამთარს და ნურ საძაგებო 20 გრადუსამდე ავა და მე შეიძლება მინუსებში გადავიდეს ეს ჩვენ არ ვიცით როგორი გიჟმაჟის დღევანდელი ადამიანია ისეთი არის ამინდის და არ ვაჭარბებ არც სიტყვის გამოვამბობ ამას ბიბლიური სწავლებით ადამიანის ნეობრივ სარწმუნოებრივ მდგომარეობასია დამოკიდებული როგორი ჰავა კლიმატი მოვლენები მეწყერები ღვარცოფები თუ სხვა გვალვები იქნება დედამიწაზე ამიტომ რაღაც მდრტვინავთ რაღაც მწუწუნებთ რაღაც მჩივით თუ შეიძლება ვიჩიოთ საკუთარ თავზე შევინანოთ სოდვები და ყველაფერი დამიჯერეთ საყვარელო გამოსორდება და თქვენ დაუკვირდით თუნდაც ბიბლიიდან საღვთო ისტორიიდან და არ მარტო ბიბლიიდან კაცურის ისტორიიდან როდის იყო დიდი განსასწრებები არათუ მხოლოდ ამათ ვიყვანოთ საქვეყნოს თელს ქვეყნიერებაზე წარღვნა სოდომ-გომორის მოწვა ლოს-ანჯელესი და სხვები მოგაგონდათ არა ეს პატარა ჟურნალები არის დიდი გაკვეთილი რომ დადგება მალე ჩვენთვის აი ამ დღეებში მე განსაკუთრებული გულსმოდგინებით ვისმენდი და ვკითხულობდი წმინდა მამების წინასწარმეტყველებს ბოლო ჟამზე რა საზარელი მოვლენები უნდა განვითარდეს და ეს ყველაფერი აი გუშინ მოვდივარ ტაძრისკენ და ვფიქრობ ეს ყველაფერი უკვე დაწყებულია თუ დაუკვირდებით და არა მარტო რუსეთ-უკრაინის ომს გულისხმობ მაგრამ ნახეთ ადამიანები როგორები არიან ფეხბურთის მატჩებს უყურებენ მიმოფრენენ ამათვე მატჩებზე კალათბურთის ბოქსი და კიდე რა მრავალიცა სხვა დადიან სხვადასხვა ღონისძიებებზე ერთობიან კლუბებში ისვენებენ ზამთარ ზაფხულ და მომაგონდა მაცხოვრის სიტყვები ბოლო ჟამზე რომ ანტიქრისტეს ჭირიან დღეებზე ლაპარაკობს მიაქციეთ ყურადღება ესე იგი იმ დროს ქრისტეს დიდების დაბრუნებამდე ანუ იქნება ქორწინებაც და განქორწინებას და გამიკვირდა ძალიან რა არის ადამიანი დღევანდელი ადამიანები ესენი არიან კამი ესე იგი კიდობალში იყვნენ ქვეყნიერება ინგრეოდა ისი აისრო ყველაზე მაღალი მწვერვალები დატბორა ნადირ ფრინველი ვის ვერ მოხვდა კიდობალში ყველა დაიხოცა ასევე ადამიანებიც 100,000-ობით გვამი გაბერილი წყლისგან და გაშევებული მზეზე ტივტივებდა ოკეანების ზედაპირზე და ეს ჩანდა სარკვლიდან რომელიც ერთადერთი დაუტოვა და გარედან ღმერთმა დაუგმანა ნოეს მაგრამ ნახეთ იოანე ოქროპირი გაკვირვებული განშიფრებული კითხულობს განმარტავს რა ბიბლიის ამ ადგილს ხამა მოიცალა ცოლისთვის და ვნებისთვის რაც არის თავისთავად გამოოგნებელი მის პიროვნებასაც ახასიათებს არ არის საკვირველი რომ ხამა მერე მამას დასცინა თავისი ძმები მოიყვანა რომ შიშველი ენახათ პატრიარქატი იყო და შეერცხვინა შინაგანად ეძებდა პატრიარქობას პატრიარქობის კი არა სიცოცხლის ღირსი არ არის ასეთი ადამიანი გულწრფელად რომ გითხრათ მაგრამ ღმერთი არის სულგრძელი და მომთმენი გაურკვეველ დრო და ჟამამდე ჩვენაირ კამიტებსაც შეუნდობს და არა უბრალოდ შეუნდობს დროს აძლევს სიცოცხლის წლებს არამედ მადლსაც კი აძლევს ასეთ უმადლოებს
რომ იქნებ როგორმე მოიქცნენ, დაფიქრდნენ და ცხონდნენ. რადგან რა უნდა ჩვენს წარწმედას წუთის სოფლისა მილიარდობით გალაქტიკებისა ღმერთმა რა წამის ყოფაში არ შექმნა, ინება და იქმნა, როგორც განმარტავენ წმინდა მამები. და თუ მოსი ანაწევრებს შესაქმის ევზღეთ მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანს სხვაგვარი კატეგორიობით აზროვნება არჩევია, ვიდრე დროს სივრცე მიზეზის შედეგი და ასე შემდეგ. ჩვენთვის არის დანაწევრებული, თორე როგორც დიდი ბასილი ამბობს ოქროპირი და სხვა, ღმერთმა როგორც კი ინება, რომ შექმნილი არარაობისაგან წამის ყოფაში შეიქმნა ყოველივე და ბოლოს გვირგვინი შესაქმისა ადამიანი. როგორი სიყვარული შექმნა თავისი ნეტარება გაუზიარა ადამიანს და ის კი მიიქცა ნათხევარისკენ და ინწუბისკენ, როგორც ერთ-ერთი იგავში ამბობს, სევდანარევი ხმით მოგვიანებით ხორჩი მასული უფალი ჩვენი საცხოვრებისათვის. ჩვენი გადაუხვიეთ საგვარელო, რა კი ბარძიმ შეუსმელს ვახსენებ და სმაზის გარკვეული აზრით ვისაუბრეთ, არც თუ შემთხვევით, რა თქმა უნდა. პირველი ვინც იწდია დალია დღევანდელი ქართველით რო ვთქვათ, ღვინო როგორც ასეთი იყო ნოე. როდესაც დაყუდნა ღვთისმშობლის სხვა კიდოვნიდან გადმოვიდა, ეს იყო სამხრეთ კავკასია, ეს იყო ესე არარატის მთებზე გაჩერდა კიდობანი. თქვენ იცით რომ ნაშთები უკვე აღმოჩნდა 19-20 საუკუნის დასაწყისში გამოიკვლიეს და ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ იმ ასაკის არის ნაშთები ამ ხომალდის კიდობნის, როდესაც ნოე მართალი ცხოვრობდა დედამიწაზე თავის ოჯახთან ერთად. და მე ესე იგი არარატის თალზე არ გაჩერებულა, ჩამოვიდა სამხრეთ კავკასია, იყო პირველი სამკვიდრებელი წარღვნის შემდეგ კაცთა მოდგმისა, საიდანაც გამრავდა კაცობრიობა და მე მართალმა ნოემ გადაუნაწილა დედამიწის ყოველი კუთხე. ანუ რა მინდა კიდევ ერთი ამას გარდა ვთქვა, მათ ქონდათ გარკვეული წარმოდგენა გეოგრაფიაზე და დედამიწაზე და ნუ იტყვით საყვარელო რომ იყვნენ როგორც დარვინისტები ხატავენ მაიმუნები, ბაჯვლიანები, დარბოდნენ, არაფერი ტყუილია ეს ყველაფერი. არა მარტო თვითონ თეორია, ისტორიული სინამდვილეს არ შეესაბამება, რასაც ისინი ამბობენ. ერთ-ერთი პირველები, ვინც დამწერლობა გამოიგონა, ურმის თვალი და ასე შემდეგ, იყვნენ პირველი ადამიანები, ადამის შვილები, მისი მოდგმა. იცით თქვენ ერთ-ერთ ქადაგებაში ვისაუბრეთ წმინდა დიმიტრი როსტოველის მიხედვით, რომელიც კონკრეტულად ასახელებს, რომელმა ეთნარქმა რა შემოიტანა კაცობრიობის კულტურის საგანძურში, რომელმა ამბანი შექმნა, რომელმა ესე იგი მიწათმოქმედებას მოკიდა. ჩვენ წინაპრები უძველეს თობალი, მოსოკი, ანუ მესხებით, კახელები და ესე შემდეგ, ლაზები, მეგრელები, უძველესი ტომები არიან ბიბლიაში ნახსენები. იქიდან მოდივიყავით მიწათმოქმედები, გეორგოსები, ამიტომ შეგვარქვეს. და ეხლა ზოგიერთი ფიქრობს წმინდა გიორგის გამო, არა. ჩვენ გეორგოსები გვეწოდებოდა ჩვენ წელთაღრიცხვამდე. ამას ჰეროდოტე და სხვა ისტორიკოსები ძველი ამოწმებენ. და მე სახელი გაძლიერდა ჩვენზე იმის გამო, რომ განსაკუთრებულად შევიყვარეთ წმინდა ნინოს უახლოეს ნაცვლად და წმინდა ნინომ შეგვაყვარა პირველ ყოვლისა და გვიქადაგა დიდმოწამე ქართველობას. მაგრამ არც წმინდა ნინოსი აღარ ცხია ბევრი არაფერი და არც დიდმოწამე გიორგისა. ვინც გადაგვიხდის, ჩვენც იმათ დაკრულზე ცეკვავთ. გუშინ ჩრდილოეთი იყო, იმასთან ხვანდკარი იყო, იქით კიდევ შახი იყო, მაგრამ მაშინ იყო თითოეულა გამონაკლისები. ეს მოღალატეები, ყორღანაშვილები და დღეს არიან უხვად. როგორც ითვლიან, აი არჩევნებში 800.000. ნუ ყველაზე ვერ ვიტყვი, რა თქმა უნდა, ზოგი გაბრიყვებულიც არის და ზოგს აზროვნების უნარი არ აქვს, უბრალოდ ლოგიკური აზროვნების. მაგრამ მათგან საგრძნობი ნაწილი ამ სამსახურშია ჩამდგარი. მაგრამ ეხლა არ ვიცი, არ დადეგები აქვს, კარგად ვეღარ უხდიან, ამერიკამ ხომ შეწყვიტა. თურისი ბრალია შეთხელდა მათი რიგები, მაგრამ არაფერია. მათზე ბევრი არიან, ვიდრე დღეს ჩანან მოღალატეები. საბრალოები, რა შემიძლია თქვა, როგორც სულიერმა მოძღვარმა ქართველმა. სხვას ვერაფერს ვერ ვიტყვი. ღმერთმა გონება გაუნათლოს. ჯერ ელემენტარულად ადამიანური გონება გაუნათლოს და მერე ხელთუქმნელი ნათლით გაუნათლოს, რომელზეც წმინდა გრიგოლ პალამამ მთელი მოძღვრება ჩამოაყალიბა და განავრცო საქრისტიანოში. რომ ღვთის მხილველები ყოფილი ყველა ჩვენ არ უნდა განვიკითხოთ. ბევრი დიდი ცოდვილი ოდესღაც უდიდესი წმინდანი შეიქმნა სული წმინდის მოქმედებით და რაღაც შორს წავიდეთ საგვარელო
განავნების შვიდეული არ გვიახლოვდება ამ დიდ მარხვით, რომ პირველი 60-ში შეიყვანა არა მართალი აბრაამი, მეგობრად ღვთისა ეწოდებოდა და სხვანი წინასწარმეტყველი თუ მართალი, არამედ ავაზაკი და რა თქმა უნდა არა ავაზაკობის გამო, არამედ სინანულის გამო. არ მინდა შორს გაგვიტაცოს სიტყვა, მოკლედ წარღვნის შემდგომ, როდესაც კიდოვნიდან გადმოვიდნენ, გადმოიყვანეს ცხოველ ფრინველები და ასე შემდეგ, როგორც უფალმა უბრძანა, ჯერ ერთი რა მოთმინება აჩვენეს, წარმოიდგინეთ. სათქმელად ადვილია. აი უბრალოდ ბოსელში რომ გამოკეტონ. ერთი კი არა, 30 სარკმელი რო ქონდეს. მაპატიეთ მეხვის სულში, აყროლებულ სულში რო იყო წელიწადზე მეტი, როგორც ნოე იყო. და ყოველგვარი ნაკლონოვანებას განიცდიდა, ბევრი რამ აკლდა. ხშირად ის სინათლესაც ვერ ხედავდა, ის და მისი ოჯახი, აღარ ვიტყვი საჭმელ სასმელზე, როგორი ასკეტურობით განვლეს მათ, რა თქმა უნდა, გარკვეული სარჩო შეიტანეს შიგ კიდობაში და რა გადაიტანეს ღვთის მადლითა და მისი სიყვარულისთვის. ეხლა თქვენი ტყვით ზოგიერთები ფილოსოფოს უბრალოდ რომ გიყვართო, სხვა რა გზა გქონდათო. ნოე შეეძლო აღესრულებინათ ღვთის კურთხევა, რაც გააკეთა კიდეც, შეეძლო არც აღესრულებინათ. და მართალი იმიტომ ქვია, რომ ღვთის ნებას იყო დამორჩილებული. თორე აგერ დღეს წირვაზეც მაგალითად 1-2 მამლათემ ჭყვის დარიგება დამეწყო, თავის დაუნებურად. აი მაგალითად კონკრეტული მაგალითი. მისი განკიქებისთვის არა, ის უკვე განვაკიქებე. თქვენი სწავლებისთვის ვამბობ. მუხმოდრეკილი რო ვიყავი და წამოვდექი, რომელიც მეხმარება ახლა პოლმევროვის თავისუფლების გვარსა და სახელს არ დავასახელებ, თუმცა ხდებით უკვე. ესე იგი მომაწოდე მეთქი კონდაკიდან. მამაო ჩვენოაო, რა გინდაო? ეს არის თავხედობა. ეს არის სიამაყე, შინაგანი, რომელსაც ამოხედქა, მოულოდნელად, სრულიად დაუფიქრებლად. ეხლა შეიძლება დავეხმარო მე, ვეკილობა გაუწიო, მოხუცი ვარ კოვიდის მერე ნელ-ნელა მეხსიერებაც მაკლდება და ალბათ იფიქრა, ვამართლებ, ამხანაგებო. ალბათ იფიქრა, რომ მეხსიერება მოღალატა. კი, ხდება ასეც. მე მეცაც გეტყვი. ჩვენი დიაკვანი მამა გაბრიელი გავაფრთხილე, რომ ასაკის გამო, კოვიდის გამო, გარდა მაგისა, შაქარი მაქვს. წირვაზე რო უწესი ძალიან მაღალი მაქვს შაქარი, იმიტომ узმოვარ და ასე შემდეგ. სახეზეც მეტყობა, როცა ძალიან გავჭარბდები, იცოდეთ, რომ სულ ცოტა 350, 380 მაქვს შაქარი. ეხლა არც ისე გაწითლებული ვარ. ეტყობა არ მწვენია რა. მოკლედ რო გითხრათ, დიაკვანი გავაფრთხილე, რომ აი ამ კოვიდის შემდგომ, სიბერის გამო და განსაკუთრებით მაღალი მაქვს შაქარი, შუბლზე მაწევება რაღაც, ტკივილი მაქვს საშინელი და თვალებზე. ხედვაც კი მეჭირს ზოგჯერ და უნებლიათ რამე არ შემეშალოს და მიაქციე მეთქი ახალგაზრდა ხარ ყურადღება. თან მე დავიცრე იყო კარგად იცი ძალიან ტიპიკონე. და ასე შემდეგ. მაგრამ რომც შემეშალოს და გამისწოროს. მე არა ვარ ასეთი ამაყი, რომ შევიკდიმო ან გაუბრასდე. მხოლოდ მადლიერი დავრჩები. მეტადრე ევქარისტიის კანონში არის კანონზე არის მკაცრი მითითება. ერთი სიტყვა რა არის? ევქარისტიის კანონში ეს არის მთავარი ნაწილი ლიტურგიის. მღვდელს ან გალობელს თუ მოკრავ, მღვდელს განსაკუთრებით აღასრულებს ევქარისტიის კანონს. შეეშალა რამე. თუ ეჭვი გაუჩნდება, უნდა შეწყვიტოს წირვა, უკან დაბრუნდეს და იმ საეჭვო ადგილიდან გააგრძელოს ლიტურგია. ეს შეიძლება რამდენჯერმეც კი მოხდეს. რა? მართებს მორჩილება ჯულისგან. რატო? იმიტომ რომ თუ ეს არ მოხდება, სულიწმინდა არ იკადრებს გარდამოსვლად. და მოტყუებული დარჩებიან ლიტურგოსანი მღვდელიც და მრევლიც, რომელიც იფიქრებს, რომ ეზიარა ქრისტეს ყოვლადწმინდა ხორცსა და ამიტომ დროს ეზიარება მხოლოდ ნაკურთხ პურსა და ღვინოს. ხედავთ რა, სათუთი რამ არის და როგორი გაფრთხილებაა საჭირო. ეხლა ზოგიერთები მეტყვი, მამაო, სადაც უჩირჩებია ზოგიერთები წირვას. ჩვენ იმაზე არ აქვს საუბარი. მათ ყავთ ეპისკოპოსი, რომელიც უნდა ადევნებდეს თვალყურს. ჩვენ რომ დავიწყებთ განკიქებას, მეტადრე სახელდებით, ეს უკვე განკითხვა იქნება. სამწუხაროა, მაგრამ ვეც ვიცი რომ მსგავსი რამ ხდება. მიხედოს, ვისაც ეკუთვნის ჟულის კანონით რომ მიხედოს. თუ შენ შეგემთხვა და იმ წირვას დაესწარე, ხალხშიც არ უთხრა, ცალკე გაიყვანე და ყურში უთხარი მოძღვარს.
იმიტომ რომ ჩვენი მიზანი შერცხვენა კი არ არის შემცდარის, არამედ დაფიქრება და გამოსწორება და ასე შემდეგ. მოკლედ სათქმელს რომ მიუბრუნდეთ ხათთან მიმართებაში, ნოე იყო პირველი, რომელმაც ღვინო იწვია. როგორ მოხდა ეს? რა თქმა უნდა, წელიწადზე მეტი რომ გამოკეთილი იყო ამ სიმხრალეში და ამ ასკეტულ მარხვაში, შიმშილში შეიძლება ითქვას, ნოე გამოიფიტა მისი ორგანიზმი. როგორ ამბობთ ხო, ვიტამინები მომაკლდა, მინერალები და ასე შემდეგ. ის ადამიანია, მართალი ადამიანია, მაგრამ ადამიანია. და ნახა იქ, რადგან ეს არის ღვინის ქვეყანა, სამხრეთ კავკასია, ანუ აქეთ იყო საქართველოს. ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველო. აქ კი არ არის დღეს რომ დაგვიჭმუჭნეს საქართველოს, ჩამოაჭრეს ტორტის ნაჭრები, ვისაც არ ეზარება. მე მარტო ეგრეთ წოდებულ ჰეგემონებს და სუპერ სახელმწიფოებსაც არ გულისხმობ. გულისხმობ მათ შორის ჩვენ მონათესავე ერებსაც, ჩრდილო კავკასიელებს. ერთი მოდგმისანი ვარ ჩვენ. გენეტიკურად ერთი მოდგმისანი ვართ. და ყველაზე სუფთად ეს გენები შეინახეს ჩეჩნებმა, თქვენ რომ იცოდეთ, გენეტიკური გამოკვლევებით. ჩვენში ზაღლი და მამაძაღლი ყველა მოდიოდა. არაბი, თურქი, ესე იგი სპარსი, მონღოლი და ასე შემდეგ. და ამიტომ აღრევა მოხდა ჩვენი გენის შემღვრევა რამდენადმე, თუმცა ძირითადში ჩვენი ძველი გენები, ჩვენი წინაპრების შევინარჩუნეთ. მოკლედ ასე იყო თუ ისე იყო, როგორც ჩანს და სავარაუდოა, ძველ საქართველოში, ძველ ჩვენს სადაც ჩვენი მოდგმა ცხოვრობდა, აი იქ იყო ვაზი. ეს არ იცოდა რა იყო, იმიტომ რომ საიდანაც ის მოვიდა, იქ ვაზი არ იყო. როგორც ჩანს. არ იყო უცხოხილი იყო, ასე განმარტავს ივანე ოქროპირი და სხვა მამები. და როცა დაწურა, მოწყურებული იყო, მონატრებული ყველაფერს, ხილს და ასე შემდეგ, ეს ბუნებრივ თვითონ ორგანიზმი ითხოვს, თითქოს მოეწონა მისი წვენი. ტკბილი იყო და ესე იგი ერთგვარად მომთენთავი და იყო გადაღლილი და გამოფიტული. მაგრამ რა კი არ იცოდა, რა იყო ეს და რა შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა, მან როგორც ჩანს საკმაოდ მიირთვა. და იქ არ წერია რომ დაღვინდა, არ დაღვინდა, პირდაპირ არის ნათქვამი. იმიტომ რომ მაჭარსაც დამათრობელი ზემოქმედება აქვს ადამიანს. აგერ ახლა ვხედავ მგლისოლი ერთი კახელია წარმოებული თავს მიქნევს, იმიტომ რომ კახელებმა ყველაზე კარგად იციან ვაზი და ღვინო რა არის. და მაისტორით მაგათ იციან სმა ჩვენმა წინაპრებმა. ახლა ნახეთ, პაწაწა ჭიქით სვამენ, ჭიქჭიკებენ, როგორც ამბობენ. და იმ პატარა ჭიქაში დრო დალებენ, ტოვებენ კიდევ. რადგან არ შეუძლია დალევა, იმათ იციან ფასი და აზრი. ღვინისმის საჭუჭუკოთ არიან შეკრებილი და არა დასათრობად. ივანე ოქროპირი გასაოცარ ამესა რო წავიკითხე თვალებს არ დაუჭერეს. ნუ თვა ამას სოფლე მამამოს ესე დარიგებას აძლევს თავის მრევლს, რაღაც ნაწილს. მრევლის რომ ვიღაც კაცს ეთყობა ცოლი გარდაეცვალა, დაქვრიბდა და დარჩა მარტო და იყო მოწყენილობაში და იმის ზოგს უკან ეუბნება თქვენო სუფრა გააკეთეთო პატარა მიპატიჟეთო. ცოტა ღვინო შეესთავაზეთ. ილაპარაკეთ და გადაულის ეს ღრუბელიც. ისე გამიკვირდა. აი ნამდვილად მართლდება და ერთგვარი კომენტარები აქვს სალმონის ამ სიტყვებისა, ოქროპირის ეს სწავლება. ღვინო ახარებს გოლსა კაცისასა. მაგრამ დროჟამიც უნდა იცოდე, არა მარტო ზომა, რამდენი დალიო. ეს ლამპიშუშების მა, კალოშებით და ფრანცუსკებით და ასე შემდეგ, როგორც თქვენ ხუმრობით ამბობთ, ხოლმე ეგ შემოვიდა მოგვიანებით. ზნეობა რო წახდა ქართველობაში. დღეს ღვინო კი არა, ნუ რას არასვამენ. მე ამასთანავ ქადაგებაში ვახსენე, ესე იგი გადატრიალება რომ მოხდა და რო დაამხეს ჩვენი ეროვნული ხელისუფლება 30 წლის წინ, ესე იგი ისეთი დიდი მოთხოვნილება იყო სპირტიან სასმელებზე, მაპატიათ ადამიანის განავლისგან, ექსკრემენტებისგან ხდიდნენ სპირტს და ყიდიდნენ და სვავდნენ. გესმით თქვენ ხალხო? სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი. ადამიანი ამიტომ ვამბობ, აი ერთის ხრივ მასში გამოუთქმელი სამოთხია, ისეთი სულიერი ნიუანსები აქვს ადამიანს სულში. მეორეს ხრივ ისეთი სისაწაგლე და ბრუტება აქვს სულში ადამიანს, რომელიც არავისში და არაფერში არ არის, პირუტყვშიც არ არის, იმიტომ ვერ მოიფიქრებს. თუნდაც იგივე სოდომ გომორი და ესე შემდეგ. აი ეს არის ადამიანი. რა არ შემდგომარეობს ღირსება ამგვარი ადამიანის. სწორი არჩევანი გააკეთოს.
ერთნი ირჩევენ მცირენი სამწუხაროდ 60-ს, მეორენი ირჩევენ ჯოჯოხეთს და უკვე ჯოჯოხეთში არიან დედამიწაზე. ეს ჯოჯოხეთი მათ მოსწონთ. მოწყურებ უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია. აი ცოდვილ ადამიანს სიყვარული დაელაპარაკე, არ ამკვახეთ ეს მოული რაღაც და სასაცილოდ არ ყოფნის სასაცილოდ გიგდებს უფრო სწორად. ღმერთს აბუჩად იგდებს მის ცნებებს. აღარ მინდა მოვყვე ახლა იმათ ბილდ სიტყვაობას და იმათ ლექსიკას რას ამბობენ კიდევ. ამიტომ გვირჩია უფალმა და აი გონს მოვდივარ მე. ძაღლთა და ღორთა მარგალიტი არ დაუყარო. ოქროპირის განმარტებით მარგალიტი არის ღვთის სიტყვა. ძაღლებში მოიაზრებიან ათეისტები, უღმერთონი, ღორებში სექტანტები. ესე იგი ამათ მარგალიტი არ უნდა უქადაგო. ერთხელ და ორჯერ შეაგონე, როგორც მოციქული პავლე ამბობს. და შემდეგ განერიდე თუ არ რატო უნდა განერიდო? არა მარტო იმიტომ რომ არიღებენ, იმიტომ რომ ბევრ სიტყვიან ღმერთზე და უფრო დაიმძიმებენ სულს და შენ თუ მოყვასი გიყვარს და ასეთიც უნდა გვიყვარდეს, ჩვენ ადამიანი ცოდვილი უნდა გვიყვარდეს, რომ ცოდვა კი არ უნდა გვიყვარდეს, როგორც დღეს არის პირიქით გადაბრუნებულად. თუ ის გვიყვარს, მე ცოდვაში ნუღარ შევიყვან, გავერიდოთ და ვილოცოთ მისთვის. და არის ესეთი ცოდვების რიგი, ამბობს წმინდა ნილოს სინაელი, რომ უფლის ანგელოზი თუ გამოიყვანს ან თავად უფალი იმ ცოდვიდან ადამიანს, ადამიანური გზით ამ ცოდვიდან ის აღარ გამოვა. აქ მოსულა, შეიძლება არ დაიჯეროთ, უტირიად. უნდა რომ რაღაც მანკიერებას დაეხსნას და ვერანებებს თავს, ცოტა ხანი გაანებებს და შემდეგ უარესში ვარდება. ტირის მოთქვამს არ უნდა, მაგრამ არც ძალს რომ გამოსწორდეს და იღუპება ადამიანი. ეს შეიძლება მხოლოდ თავად უფალმა გამოიყვანოს ამ უმძიმეს, მაგრამ ის ერთბაშად კი არ აღმოჩნდა ამ მანკიერებაში. ის თანდათანობით შედიოდა ამ უყეში და თიხაში და საფლობში, ჭაობში, სხვანაირად. წვეთობით აგროვებს ეშმაკი ადამიანში მანკიერებას. მეორედ ხო გაგიგიათ ქართული ბრძული გამოთქვა ანდაზური, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია, ჩვეულებათ ერთსა და რჯულზე უფრო მტკიცეთ უპყრია ეს ჩვეულება. აი გასაოცარი მაგალითები შეიძლება მევყვა ერთ-ერთი მრევლთაგანი იყო აქ სხვა მოძღვრიშვილი, რა მნიშვნელობა ჩემთან იყო, მასთან ამბობდა. ესე იგი მარხაში თავს იკავებდა, ცოლიანი კაცი იყო. წმინდად იყო, თავში იკავებდა, როგორც კი მარხვა დამთავრდებოდა, აღდგომა დღესვე მრუშობას იწყებდა. და იყო ცოფიანებით. მე მის მოძღვართან ერთად ჯერ მოძღვარი ელაპარაკა, მე გამემხილა, რომ ვერ გამოვასწორებ, მე ერთად ველაპარაკე. და რა კი არ გამოსწორდა და ეხლა არ მინდა შორს წავიდე, ხელი მიყო მრევლსაც აქ. გახსნა 2-3 ადამიანი, ქალიშვილი აქ. მკაცრესად გავაგდე, გაცევება არ ქონდა, გავაგდე ამ მრევლიდან. ეს უღირს. მსგავსი იყო ერთი სხვაც, ახლა არის საშინელი დაავადება, საშინელი. თავისი დარჩენილი წლების დიდი ნაწილი მიჯაჭვულია ლოგინზე, პასიური, არაფერი არ შეუძლია, არაფრის აპათია აქვს სრული. ტირის მოთხოვს. მე რა თქმა უნდა მოვაგონე მისი შეცდომები. თუმცა ხელი არ გვიკრია. რადგან სინანული აქვს, მაგრამ ეს სინანულიც როგორი სინანულია, იცი, ნელთბილი სინანული. რომელსაც უფალმა უთხრა აპოკალიფში გამოცხადებაში, ერთ-ერთ ასეთ ნელთბილ ეკლესიას, აქედან გამომდინარე ნელთბილ მორწმუნეებსაც მოგმართავს. შენ არც გრილი ხარ, არც თბილი, არამედ ნელთბილი. აღმოგაგდებ ჩემი პირიდანო. და ღვთის პირიდან გავარდნილი, იცით რას ნიშნავს? წყევა არის დასავლეთ საქართველოში, ღვთის პირიდან გავარდნილი არა, ყოლად უნანელი ადამიანი. დაღუპულია, იმიტომ რომ ღმერთმა თუ განაგდო თავისაგან, წარწმედილია, ცოცხალი ლეშია უკვე აქ დედამიწაზე და ასე შემდეგ. მოკლედ ნოემ ფასი არ იცოდა და ეს შეემთხვა, დასხა, დათვრა რა და რა კი ცხელოდა და სამხრეთ კავკასია იყო და გამოდარებული იყო, წარღვნა დაკუთნა და ზემ დააჭირა, როგორც სიტყოდნენ ქართულად, დასხა და ღვინომას ზედმეტ მაიცის გახურება ორგანიზმის, აი სისხლი აუდუღდაო და ასე რომ იტყვიან ქართულად და გაიხალა ყოველივე და აი ესე შიშველი ეგდო და ვაკადრო პატრიარქს ეს სიტყვა, ასე მოიქცა ის. ეს რომ ქამა ნახა, კი არ გააღვიძა, ან კი არ მოაფარა რამე როგორც მამას, იმიტომ რომ არ ქონდა სიყვარული. შინაგანად მეტოქე იყო მამის. წავიდა ძმები მოიყვანა რომ შეერცხვინა, მაგრამ ნახეთ როგორ არის ნათქვამი. ძმები რომ მოიყვანა და ესე იგი
შორიდან დალანდეს, არც კი შეხედეს, არც დააკვირდნენ, შებრუნდნენ, გაიხადეს თავის სამოსელი, უკან წავიდნენ და გადააფარეს. მაგრამ ეს სიმთვრალე ხო არ გაგრძელდებოდა დაუსრულებლად. ნაბა ჰუსევზე უთხრა ცოლმა, რაც მოხდა. მან დაწყევლა ქამი და დალოცა სემი და იაფეტი. ქამიტებად ვარაუდობენ არიან ზანგები, ბოშები და ასე შემდეგ. და როგორი ცხოვრების წესი ჰქონდათ საუკუნეების განმავლობაში ძნელი არ არის მიხვდე. და ისიც რო არის რომ მონა იყავი შენი ძმის კარავშიო, ქამს რომ ეუბნება. აი ზანგები რო ჩახავდათ ამერიკაში და მონათმფლობელობა და ასე შემდეგ, ესეც არ არის შემთხვევით. იმ წყევის გამოძახილია თქვენ რომ იცოდეთ. ეხლა თქვენ თუ მონათმფლობელობას ამართლებთ, მამაო? არა. მაგრამ მონათმფლობელობა კი არა. თუ დიდად შესწოდე და თავს არანები, უარის დღეში აღმოჩნდები. აი როგორც ჩვენი მზეთუნახავი ამბობს. მე მზეთუნახავი ვარო, 4 წელი არ მინახიო. კარგად მოიქცეოდი, ქართკახურად ვეტყვი და გარეთ იქნებოდი სიზგულზე. გაგეხიმათ, რატო? თავად ამბობს რომ ის არის მზეთუნახავი. აქამდე მე ვიცოდი მზეთუნახავი სხვა რამეს ნიშნავდა. არა, შეიძლება ისეც არის ჩვენ ვერ ვხედავთ. ზეზე თვალებში გვაჭერს და ვერ ვხედავთ. სიბნელეში რა ხდება. გარდა მაგისა, საერთოდ უცნაური დრო არის. ხელისუფლების წინააღმდგომა, რომელზეც პავლე მოციქული გვასწავლის ერთ-ერთი ქადაგება თქვი დაახლოებით 2 თვის წინ. მზია ამაღლობელმა შეიძლება სილა გააწნას და შეურაცხოს ხელისუფალი. წალოვანი. მაგრამ გამოდიან მისი რიგებიდან და ამბობენ, ის მზია ამაღლობელი კი არა, მზეა ამაღლებული. ავათარი რა. აი რა უნდა ვთქვა სხვა. ეგეც არაფერი. ტორნადო. არა? გაბუნია. რომელიც ილანძღებოდა, იგინებოდა და თავკბას დაამტვრევდა ყველას. ერთი შემოჰკრა მიშა მესხმა და მასთან ერთად 5 მისი ძმაკაციც დაწუნენ იქ. გაითიშა. ვინ არიან ესენი? რომ მე ვკითხულობ. და ვინ გამოყავთ? და ეხლა ჩვენ გებულობთ რომ მამათმავალი დიქტორი რომ ყოფილიყო, ამაში ფულს უხდით და პოპულარიზაცია ხდებოდა მამათმავლობის ამ გზითაც, არა მარტო ამ გზით. წახალისება ხდებოდა. ის ვისაც ამბობენ ერთ-ერთი პირველი ვინც იგულისხმება, რა თქმა უნდა ფსევდოლიბერალური არხებიდან, მახსოვს ზვიადის დროს მისი თხოვნით ერთ-ერთი პირველი ქადაგება უნდა მეთქვა ტელევიზიით. და ის მაშინ რიგითი ის იყო, მე დიდი წამყვანი პოპულარული გახდა და მოვიდა და პუდრის დასმა უნდოდა და მე ვთხარი შენზე, შულო. რა საკეთებ მეთქი? არა წესიაო რომ ცხიმიანი გაქვთ, მე ვთხარი კი მეთქი, მაგრამ მე ჩემი ცხიმე მირჩევნია მაგ პუდრს მეთქი, კაცი ვარ. არა ეს ყველას უსვამთ ხოლმე და ვისაც წაგისვი აქამდე იმას წავუსვი მეთქი და ახლო არა გნახო მოსული მეთქი. იქიდანვე შევამჩნიე რომ გადახრები ქონდა რა, რო იტყვიან ბილად რომ თქვა. აი ესეთ უჩვეულო დროს გვიწევს ცხოვრება ჩვენ და არა მარტო საქართველოში რა თქმა უნდა. რაც შეეხება ამ ხატს, რომლის კურთხევას განვიზრახე და ღვთისმადლით საკმაოდ სწრაფად დაიწერა და მადლმოსილად ამ ხატის ისტორია გვიანდელ შუა საუკუნეებს უკავშირდება, კერძოდ ერთ რუს ყოფილ ჯარისკაცს, 25 წელი რეკრუტით იყო ის ჯარისკაცი, რომელიც გალონთდა დროთა განმავლობაში, მერე პენსიაზე გავიდა და სხვადასხვა იღუპებოდა მოკლედ. მაგრამ გულის სიღრმეში სწამდა ღმერთის და ნანობდა, მაგრამ ვეღარ გამოდიოდა ამ მდგომარეობიდან. უფალი ხო გულთამხილავია და მისი ყოვლადწმინდა დედა. ძილსა შორის ამ საბრალოს თიშობელი გამოეცხადა და ამცნო. ამადამ გუბერნიაში ჩაყალ, ამადამ ქალაქში, ამადამ ტაძარში და სადიაკვნეში იქ არის ჩემი ხადი, რომელიც შენ განკურნებს მემთვრალეობისაგან, ლოთობისაგან. როდესაც გამოიღვიძა, დაფიქრდა ამაზე, მიხვდა რომ ეს ღვთისგან იყო, თავისი მთელი უბადრუკი მდგომარეობა წარმოიდგინა და რაც შეიძლებოდა მალე გაეშურა მისწავებულ ადგილზე. ბევრი არა თუ ცოტა არა და საკმაოთი არა. ერთ-ერთი შორეული გუბერნია იყო და რამხელა რუსული იმპერია მოგეხსენება. დიდი წვალები თან ლოთისთვის ამხელა გზის გაკეთება ადვილი არ იქნებოდა
ჩავიდა როგორც იყო მოძებნა ქალაქის ტაძარიც, მაგრამ ხატი არ არის. და გოლი დაწყდა. ნუ თუ ხიბლი იყო ბოროტისაგან. და თხოვა იქაურ ღვთისმსახურს, რომ ასეთი ხატი, აი ეცე არა გვაქვს და იქნებ სადიაკვნეში ძველი ნივთები, სადაც გაქვთ, იქ იყოს მსგავსი რამე, მართლა როცა არც კი იცოდრა იმ ღვთისმსახურმა, იმ ტვერში და უამრავ ძველ ნივთებს შორის, ნახა ეს ხატი ბარძიმის შეუსმელი. გაიხარა ამ ლოთმა მადლობა შესწირა ღვთისმშობელს და მთელი გულით მუხმოდრეკილი შეევედრა მღვდელს, რომ პარაკლისი გადაეხადა, რომ გამოსულიყო მდგომარეობა. მართლაც როცა მოусვინა მღვდელს, მას ძალიან დიდი რწმენით მიიღო მისი მონათხრობი, მთელი გულითა და არსებით გადაიხადა პარაკლისი, სხოზეთი და იმ დღიდან ამ ლოთს აღარ დაულევია, მოხდა სასწაული. ეს ხატი განითქვა, ამის შემდეგ უამრავი ასლი შეიქმნა პირი ამ ხატიდან და აი ამ სასწაულის გამო ეწოდა ბარძიმის შეუსმელი, სადაც მაცხოვარი წმინდა ბარძიმშია გამოსახული. ყველას მკურნალი და ყველას წამალი. ეხლა მსურს თქვენთან ერთად ვაგორთქოთ ეს ხატი. და ეს თვითონ ეს ხატიც რო დაიწერა, რამდენიმე მორწმუნემ შემოსწირა თანხა და ითხოვდნენ, რომ ზოგს შვილი ყავდა გალოთებული, ზოგს ქმარი, ზოგს დიშვილი და აი ითხოვდნენ ისინი, რომ ეს თანხა გამოყენებულიყო და ეს ხატა ყველანაირად დარჩა კიდეც თანხა და შემდეგ ხატებზე გადავანაწილებთ, რა თქმა უნდა. მე მეცაც გეტყვი, აი ჩვენ რომ ქადაგებაში თავდაპირველად ვახსენეთ და მე ერთი-ორჯერ და დღესაც ამაზე მოგვიწია საუბარი ძალაუნებურად, მოვიდა რამდენიმე ისეთი ადამიანი, რომელსაც მე არც ვიცი, არც ჩვენი მრევლია და შემოსწირეს თანხა, მამაო ხატები რომ მიხატება, სურს რომ მეც მივიღო მონაწილეობა. აი გუშინ საღამოთის მითხრეს. მანამდე 3 დღის წინ მოვიდა, ზოგი დაიძაბა, კონკრეტულად აინტერესებს. რამდენი იყო? ზოგმა 100 ლარი შემოსწირა, ზოგმა 150, ზოგმა 250, ერთმა, რომელსაც საერთოდ არ ვიცნო. თან იყო ძალიან უბრალო ადამიანი, ახალგაზრდა ბიჭი იყო. ზოგი ეს პომპეზურად კი არ მოვიდა და არიქა მოწყალებას ჩადის და ღვთისმშობელი უნდა მოიმადლიეროს. მოვიდა და მამო, თქვენ ზანდებით ეს კი, ეს ის ტაძარია კი, ამოიღო და $500 დატოვა. ხაღალში იყო გახვეული. ყოველგვარი შესაძლებელი. მე უთხარი შვილო, სახელები დაწერე მაინც, მეც კი რომ წიროში მოგიხსენ სამადლოში, არ არის აუცილებელი, არა დავიჟინე მე და ერთადერთი სახელი დამიწერა და გადმომცა. ის სახელის მახსოვს, ვინ ჩაწერა. ანუ რა მინდა თქო, რომ ღვთისმშობელი მარიამი თავად წერს ამ ხატებს. მას განდიდება კი არ უნდა. ის ცათაშინად მარჯვენით ქრისტეს არის და დედა ღვთისა შეუდარებელი წმინდანი არის. ესე ზესთა ამაღლებული სერაბინ ქერაბინებზე და ზეციურ ძალებზე. ეს ჩვენ გვჭირდება მისი სასაულთმოქმედი ხატები. ჩვენ გვჭირდება სულისა და ხორცის საკურნებელად მისი წმინდა სახელის მოწოდება. ამიტომ ის თავად აღძრავს და გარდა მაგისა მერამახარებს. მას მოსწონს სტანავს ძველ ქართულად ღვთისმშობელ მარიამს, რომ იწერება ეს ხატები, რატომ უკვე მოგახსენეთ, რადგან თავად აგზავნის ისეთ ადამიანებს, რომელსაც აი მე რო ვიცნობდე სულიერი შვილი არის და კონკრეტულად ამიტომ უნდა ეს გასაგებია კიდევ, მაგრამ სულიად უცნობი ადამიანები რომ მოდიან და ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე ტოვებენ თანხას და მიდიან ვაშინმე, ეს რა არის? თუ არა ღვთისმშობლის ლოცვა კურთხევა. ანუ გვახარებს ის, მე როგორც წინამძღვარს და მოძღვარს, რომ ღვთისმშობელმა მოიწონა ჩვენი ჩანაფიქრი, რომ დაიწეროს ხატები. მოდით კიდევ ერთ ჩანაფიქრს მეღრმად გულში რომ ვატარებ გალაქტიონის სიტყვებით რომ ვთქვათ, უკვე წლები არის. ერთი გაგიმხილეთ, რომ თუ ოდესმე მონასტერი აშენდეს და სხვა, მაგრამ ჯანმრთელობა იმდენად გამიუარესდა და დამიმძიმდა, რომ ალბათ ეგ არ მოხდება. მე ვარაუდობ, თორე თუ ღმერთი ჩათოლის, აგერ წელიწადზე მეტი ყავდა კიდობაში, ამდენ ფრინველ ცხოველი, ნოე და მისი ოჯახი, ასეც იქნება. და ესე ვთქვათ, მეორე ვარიანტი მაქვს გულში. გაგიმხელთ ამჯერად ამასაც და მეტი არ მაქვს, იცოდეთ. თუ ვერ მოვახერხთ, იმიტომ რომ ნაკვეთი, რომელიც ბეთანის დღეში არაჩვეულებრივ ადგილას შემოსწირა ჩვენმა მრევლმა, აღმოჩნდა რომ მერიდან უარი მოვიდა. იქ არ შეიძლება არაფრის აშენება. იმიტომ რომ იქ მეწყერული ზონაა, როგორც ჩანს, ხომ ჩამოიშალა მთა, წყნეთის იქით თქვენ გახსოვთ,
კოჯორთან და ალბათ ამის გამო მე ვფიქრობ სიფრთხილიდან გამომდინარე ჩვენ გვმართებს მორჩილება ხელისუფლების. თუმცა გულდასაწყვეტი იყო რომ მონასტრისთვის იდეალური ადგილია ქვევით ბეთანია უფრო და ასე შემდეგ. წამყე ბეთანიისაკენ გალაქტიონის არ იყოს. ხო და თქვენ წამოხვებოდით ერთმანეთს ჩვენსკენ. მაგრამ შანს არ არის ღვთისნება ასეთი და ასეთი ჩანაფიქრია მეორე. აი აქ სადაც არის სატრაპეზო, სასანთლე და მოწამეთა ტაძარი. თელა მაგ ადგილას შემოსავალიც გაუქმდება, იქიდან იქნება აღდგომის ტაძართან შემოსასვლელი, ზევიდან კიბეებით რკინის შემოსასვლელი, გონებაში უკვე ჩამოყალიბებული მაქვს, მე არქიტექტორს მოვუხმობ თუ გადავწყვიტეთ და საკმაოდ დიდი ტაძარი შეიძლება აშენდეს იქ. რომელსაც პატრიარქს თქო თუ ღვთისნება იქნება ღვთისმშობლის სახელზე აკურთხოს. და აი ეს ყველა ხატი ღვთისმშობლის რომელიც დედამიწაზეა ცნობილი ხატები მინდა რომ იქ დავასვენოთ ეს ხატები პირველ საკმაოდ დიდი ტაძარი იქნება, იმიტომ რომ ფართობი დიდია თქვენს თუ ჩაყავთ აღდგომის ტაძრიდან აქამდე ნახეთ შეიძლება ეს მოწამეთა პატარა ტაძარი მოყვეს იმ დიდ ტაძარში შიგნით როგორც სვეტიცხოველში პატარა ტაძარია რომელიც კუკლიას განასახიერებს მაცხოვრის საფლავს რაღაც მსგავსი შეიძლება ამას არქიტექტორს აუხსნი მე და ვფიქრობ ბაზილიკა იქნება ფორმაც შევარჩიეთ და კერძოდ რომელი ტაძრის მიხედვით ამას წინათ ვინც შესწირა ეს ნაკვეთი პატიმარი იყო აღუთქვა და გამოვიდა და არა მარტო ამის გამო რა თქმა უნდა და სამადლობელი პარაკლისი მქონდა შეთქმული მისთვის და ჩავედით გადავიხადეთ და ვნახეთ თქვენ ალბათ ბევრს ნანახი გაქვთ და მოგილოცავთ მოგილოციათ უფრო სწორად მოგილოცავთ კიდეც რადგან ახალი ტაძრებია სადაც წმინდა ნინო განისვენებს მის გვერდით დიდი ვეება ულამაზესი ტაძარი აშენდა მოჩუქურთმებული შიგნიდან ესე იგი არაჩვეულებრივად კეთდება ესევე სიყვარულია გამოხატული ღვთისა და მისი წმინდანების მიმართ და ქვევით ამ დიდი ტაძრისა ცოტა ქვევით ფერდობზე ორი ტაძარია პაწაწა აშენებული ერთი არის ძველი ბანას სტილში წმინდა თამარ აღსარებლის მარჯანიშვილის სახელზე იქიდან დაიწყო მონაზვნური ცხოვრება ამ წმინდანმა და მეორე არის მამა გაბრიელის სახელზე ბაზილიკა. ძალზედ მომეწონა ეს ბაზილიკა განსაკუთრებით თუ ღმერთინებებს აი ამის მიხედვით შეიქმნება პროექტი და აშენდება. განარა ღმერთის შეწევნით არ აშენდა ის სამი ტაძარიც. როცა გაჭირვების წლები იყო და აქ ტაძარი შენდებოდა. ამას წინათ სხვათაშორის შვილიშვილმა მითხრა რომ თქვენ რომ ქადაგებთ თუ აპაო ესე იგი დაწერა ვიღაცამო როგორი ჯიპი ყავსო ალბათ დიდი ჯიპი ყავსო მე მინდა სუბის მოყვარეობა დაუკმაყოფილო გულახდილად ვამბობ ეხლა რომელიც ვიყიდა ბევრი მყავს ნაყიდი რატო იცი ჯიპები არა უნდა სხვა მანქანა ერთი სულმა ქართლურად ვიყი ფეხი ამოვარტყარა არ მეყვარს მანქანა მაგრამ 21 საუკუნეში არ მაქვს რა სალოსობის ნიჭი ვირით და ჯორით ვერ ვიბლი სულ ცოტა ერთი რასელისტი მომეჭრა ერთხელ ქუჩაში ვიდექი დედაჩებთან ვიყავი ჩასული და მანქანაზე დაურყო მუშტების ხმა რატო ყავს მანქანა ნივა მყავდა რატო ყავს მანქანა და შვიდად უსმედი გული რომ იჯერა გადმოვიდა ვკითხე აბა რა უნდა მყავდეს მეთქი და გაგზელება არ იცოდა რა უნდა ეთქვა და 21 საუკუნეში მეთქი ჩემო კეთილო ჯორზე და ვირზე ვერ ვივლი მეთქი თან სახიფათო პირუტყვია მე ბებერი ვარ მეთქი უკვე ეხლა ვაკმაყოფილებ ცნობის მოყვარეობას ყავს მანქანა Nissan Juke 2014 წლის წავიყვანეთ ჩვენი ბრევლიდან ვინც მანქანებით არის დაკავებული და ესმის ესეთი დროც მოიყვანა გაურეცხავი რომ ბევრი ნაკლი ვერ შეამჩნია თუ არ შეამჩნია და მე აღმოჩნდა გზადაგზა რომ წავიყიდე და უთხარი შვილო მეთქი რა მე მგდლობა ვიცი შენი რა ეთყობა გამომჩა ვერ მივაქციე და აბა რას უყურებდი მეთქი მაგისთვის მიგიყვანე მეთქი მანქანას და კარგით 1300 ლარი დავახარჯე კიდევ კონკრეტულად ორი ეგრეთ წოდებული პაჩეპნიკი იყო ჩაშლილი და გამოვასწორე მოტორის ფილტრი და ზეთი გამოვცვალე კიდევ სიჩქარის კოლოფში გამოვცვალე ზეთი იმიტომ რომ ჯორებით ხტუნაობდა სწორად ვერ იზროდა ადგილიდან ეხლა ამას რატომ ეს არის სინამდვილე აი ესეთი ჯიპი მყავს ისე რომ აღარც ჯიპი მყავს აღარც ღიპი მაქვს სიბერეში შევცურე
როგორც იტყვიან ხოლმე. მეორე მხრივ, შემიძლია თუ არა მყავდეს? კი. მაგრამ მყავს რა 5 შვილი და 15 შვილიშვილი, გულახდილად გეუბნები. მთელი ჩემი შემოსავალი მიდის ძირითადში მათკენ. ან წიგნების დასაბეჭდად, რომელსაც თარგმნით და საიდანაც თქვენ სულიერად საზრდოობთ. დაინტერესა იმას. შემოსავალი გააქვთ იქიდან, რა თქმა უნდა შვილი. მონეტას ორი მხარე აქვს. დიდი შრომა, წვალება, აი ამ პოლიართრიტიანი თითებით, შაქრითა და სხვა დაავადებით, ზოგჯერ ღამეების თენება. მაგრამ ასევე როცა იბეჭდება, შემოსავალიც არის იქიდან. ნაწილს გაინტერესებთ როგორ ვსარგებლო? ნაწილს დებ წიგნების დასაბეჭდად, თუ ამდენია, ნაწილს ოჯახისთვის და დანარჩენ ნაწილს 1-2 გლახაკისთვის და ჩემი დიდი ოჯახისთვის. გინდათ გაგაცინოთ? ერთხელ შვილებს უსაყვედური რა არის მეთქი შვილო, ცოლ-შვილი ყავთ, ყველა შვილები ამდენი მიხედეთ მეთქი. დამოუკიდებლობა უნდათ, ოღონდ მატერიალურად ჩემზე უნდათ დამოუკიდებულები იყვნენ. არა, ყველას აქვს. უკნარა არც ერთი, ზოგს ერთი აქვს, ზოგს 2 სამსახური, მაგრამ რა ვითარებაც არის, თქვენ კარგად ხედავთ და ახალგაზრდა ოჯახს რამდენი სჭირდება და აი ეს რომ ვიცი, იმიტომ რომ ერთ-ერთი ჩვენი მრევლი გამიწყრასავით, მორიდებით რბილად მითხრა, რომ ეხმარებიო? რა თქმა უნდა. შემოსავალი ჩემი, მე რომ არ ვეხმარებოდე. ჯიპი კი არა, ალბათ რომელია ახლა მილიარდელი რომ მოვიდა იქ ხელისუფლებაში, ამერიკაში, თანაშემწიროა ტრამპის. შეიძლება მისი მანქანაც მეყიდა, რომ მეგროვებინა თქვენსავი წლები. დრათმით, ეგოლახtildeად გეუბნები, ათმით. თავარია მიმიყვანოს, მომიყვანოს. კი, ძვირფასი მანქანები ყოლი არის ვენებს ის დედაკაცი ვიღაცა. კი, შედარებით თორე ძალიან ძვირფასი არა, ყოლია. გულახდილად ქართულად გეტყვით, თავი კუბოში მეგონა. რაც შეიძლება მალე გავაყიდენეთ ჩემს სულიერ შვილებს, ვინც ამ საქმით არის დაკავებული. და ბევრი რამე, ან რა საჭიროა საუბარი, თქვენ ფიქრობ არ გჭირდებათ, მაგრამ აი გარეთ ვიღაცა ცნობის მოყარეობა კლავს. მაქვს საშუალება არ ვიყენებ ამ მიმართულებით. გესმით საყვარელო? შენ რატომ განიკითხა მოდელს, რომელსაც არ იცნო? არანაირად, არც პიროვნულად, არც მის მოღვაწეობას, არც მსახურებას, აბსოლუტურად არაფერს არ იცნო მისას. ჯერ ერთი უმეტესობას მოსწონს, იქ გამოხმაურება შვილიშვილმა ესეც მითხრა, ასეთი იყო. 10-12 აღმოჩნდა, რომელიც ესე იგი განიკითხავს ამ მღვდელს. მე ვიქნები თუ სხვა იქნება. და მე შემიძლია გავშიფრო კიდეც ვინ არიან, ეგრეთ წოდებული ჭყალებში ღვთისმეტყველები, ანუ ეკლესიის მტრები, წლების განმავლობაში ვაჩვენეს ფსევდოლიბერალებთან რომ დგანა ყველა საჭირო შემთხვევაში და ამ დროს სემინარი აკადემია და ზოგს უნივერსიტეტები აქვს დამთავრებული. ჯერ ერთი. მერე ესენი აღმოჩნდნენ, ესე იგი დაბოღმილი ადამიანები, ამ მღვდლობიდან დაყენებულები უღირსი საქციელის გამო. და სხვადასხვა. სულ რომ პირიქით იყოს, რომ 12 გვაქებდეს და 5000 და 6000 გვაძაკებდეს, ჩვენ მაინც არ მოვიშლით არც მსახურებას და არც ღვთის სიტყვის ქადაგებას. როგორც შეუძლებელია მშობიარო დედაკაცს შეუჩერო მშობიარობა და არამშობიარო, რაც შეიძლება ტრაგიკულად დამთავრდეს მისთვის და ნაყოფისთვის, შეუძლებელია არ ვიქადაგო. ყოლა შეუძლებელია. თან მე ჩემო საყვარელო, აი მას მივმართავ. დღეს კი არ გავხდი მღვდელი. 40 წელიწადზე თითქმის 45 წელი მღვდელი ვარ და ღვთის სიტყვას ქადაგებ. შენ შეიძლება არც იყავე გაჩენილი, აღამის ქოთანზე იჯაკი, როცა მე ღვთის სიტყვას ქადაგებ. მე უკვე ცხოვრების წესად ჩამომიყალიბდა. ორი გზა მაქვს ამას წინათას თქვი. ერთი მოდის ჩემი მცირე ეკლესიიდან, დიდი მცირე ოჯახიდან, დიდ ოჯახში, ეკლესიაში, მეორე მიდის ეკლესიიდან იქ. მეცაც გეტყვით, განსაკუთრებით რაც ასაკში შევედი და დაავადდი. ბევრს მეპატიჟებიან სახლის კურთხევაზე და მე დისერტაცია არა, თქვენიანით რო თქვა, დისერტაციის შემდეგ. ქორწილში, ქელეხში, დაბადების დღეზე არსად არ დავდივარ. სურვილიც არ აქვს რა. 2-3 ჭიქის მერე დიდი ჟულის კანონში ნათქვამია, მღვდელი თუ ქორწილში მიიწვის, ადე როცა დაიწყებენ ფანდურის დაკვრას, ერთ სიტყვით ცეკვათ ამას, ადე კიდე წადი იქიდან, შენი ადგილი არ არის. აი ზუსტად ასე ვარ მეც. ბუნებით ვარ ასე. და არა მარტო იმიტომ რომ ჟულის კანონში წერია. რა უნდა ნახო? ყველაზე მეტი აი წელიწადში
სამჯერ 4ჯერ შეიძლება სატრაპეზოში ჩემს მოძღვრებთან და თითოეულა მორწმუნესთან ერთად დავჭდე და დავილოცოთ და ისევ სულიერ საგნებზე ვლაპარაკოთ რა თქმა უნდა იქ. სუფრა საუბრის ფორმაა, ჯერ კიდევ ძველი ფილოსოფოსი პლატონი ამბობდა ამას. და ასე შემდეგ. ისე რომ ყველა საკუთარ შემოსავალს მიხედოს და საკუთარ ოჯახს მიხედოს და გისურვებთ ჭორიკანებო და გამკითხავებო ისევე გეზრუნოთ თქვენს ოჯახებზე როგორც მე 69 წლის მოხუცი ზრუნავ. და აი არ დავამთავრე. ერთხელ შვილებს უსაყვედურე. რა არის მეთქი კაცო ამ ხელები გაიზარდეთ ოჯახების შვილები და ამდენი შვილები და ასე შემდეგ და ერთი შარვალი ვერ მიყიდია მეთქი. ალალად გელაპარაკებით რებუსების გარეშე. დაახლოებით 25 დღის მერე მქონდა დაბადების დღე. ეს დაემთხვა უბრალოდ. 5 შვილიდან 3-მა შარვალი მაჩუქა. 2-მა მითხრა თქო შარვალი იყიდეო. თუ აპიტყდა სიცილი შვილო შარვალზე კი არა მაქვს მეთქი ლაპარაკი მაინც და მაინც უშარვლოდ კი არ დავდივარ მეთქი. ცოტა შორს გაიხედეთ მეთქი უკვე ასაკში ვარ დაუბერდი და ასე შემდეგ. აი რა შეალაპარაკე. დიდუბეში ვარ მღვდელი და ხო შესამოსლით ვარ სულ და ერთხელაც ისე მოხდა რომ წინამძღვარმა გამაგზავნა რაღაც საქმეზე და ჩოხა გაიხადე მორჩილებით გავიხადე და საერო მაცვია გამოვედი და ერთ-ერთი სულიერი შვილი იყო სამედიცინო სტუდენტი იყო ეს გოგონა გარდაიცვალა ღმერთმა აცხოვნოს რამდენიმე წლის წინ და იმდენად დაუჯერებელი იყო რომ არ მეცვა ჩოხა და ანაფორა რომ ხალხი ისხდა დიდუბობა იყო ორშაბათი ყოველი ბევრი ხალხია ხო მამაო შარვალი არ გაცვიაო დაიბნა თურმე მე რომ კითხე კაცო რას ამოქმედი როგორ ხალხმა უთხრა როგორ არ გაცვიაო ბებიდო და ბეთქვა ჩოხა არ გაცვიაო ისე რომ ჩოხაც შესიცხლ ხორცებული მაქვს ყველამ თავის თავს მიხედოს თავის გულში ჩაიხედოს განიცადოს საკუთარი შეცდომები სხვაზე კი არ იყვიროს თუ შეცდომებში ნახავს ხელი დააფაროს აი ეს არის სიყვარული მაგრამ ესენი ალიფს იკეთებენ რატო არ დადიან ეკლესიაში რატომ არ ცხოვრობენ ეკლესიურად იმიტომ რომ იმ მღვდელს ღიპი აქვს ამას ჯიპი აქვს და ასე შემდეგ მე შენ რა ქრისტესთან 12 მოციქულში ყავდა ერთი იუდა რომელსაც არაფერი არ დააკლო მოციქულობაც მისცა განკურნების ძალას და ქადაგებისაც მაგრამ თავად არ ივარგა მარტივი ენით რომ ვთქვათ ეს მღვდელი თუ ცუდია წადი კარგ მღვდელთან ან ვერ გავიგე რას ეძებ გარეგან მღვდელს ეძებ მე გასწავლი თუ არიცი ამასაც თუ ჟულის მიერად არის ნაკურთხი ადამიანის სასულიერო პირად მას აქვს სწორი მადლი იმ შენს კარგ მღვდელთან შედარებითაც და სახელგანთქმულთანაც ერთნაირი მადლი აქვს ოღონდ რა ხდება ვინც წმინდა და სინანულე ცხოვრობს სასულიერო პირებიდან მას მადლი უმრავლდება და აი ეს მადლი იზიდავს და იტაცებს ხალხს რომ ასეთი მღვდელი რაიონში და სოფელშიც გადაუყვანე და ხალხი აქ დედაქალაქიდან იქ იწყებს სიარულს რატო რა დაილია ეკლესია იმიტომ რომ მასში დაინახეს ქრისტე მასში დაინახეს ცოცხალი რწმენა მასში დაინახეს თავმდაბლობა დაინახეს ესე იგი ის რაც უნდა აქონდეს და ქონდეს და ამკობდეს მოძღვარს მაგრამ ამასთან სრულ თანხმობაში წმინდა წერილთან და სულის კანონთან ვამბობ ვიდრე ეპისკოპოსის მიშვებით ესა თუ ის მღვდელი მათ შორის ისინი ვისაც თქვენ განიკითხავთ ღიპიან ჯიპიანებს ჯერ კიდევ მღვდელია აქვს ისეთივე მადლი როგორც დანარჩენ ყველას მათ შორის პოპულარულ მღვდლებს და მეცაც გეტყვით წმინდა მამებიდან პოპულარული მღვდლის ხონება უფრო ძნელია იმიტომ რომ თქვენ ენაზე რო თქვა შეიძლება თავშიც აუვარდეს და დაბრმავდეს და დაიღუპოს მზვავობრობით და აი თქვენ რომ დასწინით და ტირაჟირებას აკეთებთ ეს ინტერნეტში ამ ქსელშიც ის კი შეიძლება სინანულში ჩავარდეს გინდათ ერთი პატარა საიდუმლოება გითხრათ დაახლოებით 3 ქადაგების წინ ჩვენ ვახსენეთ რომ აი კონტექსტმა მოითხოვა რომ ინკოგნიტო თქვი რა თქმა უნდა ღმერთმა დაგვეფაროს რომ სახელდებით ვილაპარაკოთ სწავლებისთვის მაგალითის რომ ის რაც მღვდლის საქმე არ არის მღვდელმა არ უნდა აკეთოს ასე მაგალითად ჩემთან მოვიდნენ მეთქი რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი პოლიციის თანამშრომელი მაღალი ჩინი აქვს და გულის შემოსვლებით ითქვა რა
მღვდელი არისო, კორპუსს აშენებს, ააშენა, 3 კორპუსი ააშენა, მეორე მოვაყოლა, მესამე და არც ერთი არ არის დამთავრებულიო, არადა წასასვლელი ვებს არ აქვს, შევედით იქ და ნაკლოვანებებს განვისტით და რჩევა მკითხა, როგორ მოიქცეთ მეთქი და მე ურჩიე რომ არ გამოდესო, გაიქცავ ახლა ევროპაშია გაქცეული და საერთოდ არ ვიცით დასავალი რა, ვერ მივაგენით სად არის, რომ გამოვიდეს კავშირზე და გვითხრას მაინც რა საპირეს. ჩვენ ესე იგი მე ურჩიე, არ დაგიმალავთ რომ მიმართეთ საპატრიარქოს. მე ვერაფრით დაგეხმარებით. რა შემიძლია და ყველაზე მეტი ვილოცო მისთვის და თქვენთვის. მიმართეთ საპატრიარქოს რომ მოძებნო და აიძულო. ჯერ ქადაგებაში ვთქვი ასეთი რამ მოხდა მეთქი და მღვდლის საქმე ეს არ არის მეთქი კორპუსების შენება. მაგრამ ლოცვილიშვილს თუ მშენებლობა უნდა და ბიზნესი და დიდი შემოსავალი ვინ უშლიდა? რატომ მოვიდა აქ? ალბათ მღვდელიც იმიტომ გახდა რომ ასე ფიქრობდა რომ აქ დიდი შემოსავალი არის. თავისთავად მღვდლობიდან არანაირი შემოსავალი არ არის. უნდა გაისარჩეში. აი თქვენ რომ ამობთ ჯიპი მაქვს თუ არა მაქვს და მყავს თუ არა მყავს, მე მინდა დაგისუსტოთ. გინდათ ზოგი არც იტყოდა ჩემ ადგილას. არა მარტო წმინდა სამღვდელო შემოსავლიდან, აი ამ ქადაგებებს რომ ისმენენ, თითქმის ყველა კონტინენტიდან, სადაც ქართველები არიან, მათ შორის ზოგიერთი რუსიც. ისინი მადლიერების ნიშნით, ეს ხშირად არ ხდება, დრო და დრო აგზავნიან თანხას. ამით გამოხატავენ სიყვარულს. მეცაც გეტყვით, თითქოს ჩემი თავის საწინააღმდეგოდ ლაპარაკობ. ერთი მათგანი საბერძნეთიდან ჩამოვიდა და რატო ჩამოვიდა გამესწო და ესე მაძლევდა 100 ევროს ჩუქრიდა. 5 ზოგ მაყური რამდენიო? ამდენი 100 ევრო დიდი ფული არის აქ განსაკუთრებით. მაგრამ ისეთი გამხდარი იყო, სინათლე გაზდიოდა. ძმას მოხუთ შობლებს და ძმისშვილებს ინახავთ. ვერ მოვიეთმენო რომ რატო ხარ მეტი ასეთი გამხდარი სუსტი. უკვე პრობლემები დაიწყო. ჩამოვიდა რისთვის ერთ-ფეხზე შეიცვალა სახსარი. მეორე წელს მეორეზე. ასეთისგან როგორ უნდა ავიღო მე? რას ამბობ მეთქი რა კი მამო არ ვაზვიადე. თქვენ ხომ არ მისვლით. კვირაში ერთხელ მაქვს საშუალება 2-3 საათი ვისვენებ მოხუცებს სულიო. რომ მოვისმინო და ვისმენ ინფორმაცია საქართველოს და ვისმენ პირველყოვლისა თქვენს ქადაგებებს. ჩემთვის არის უდიდესი ნუგეშინისემა, ამაზე უკეთესი წამალი ჩემთვის არ არსებობს. მადლიერების ნიშნად მინდა რომ ეს თქვენ აი მხოლოდ იმიტომ გამოვართვი რომ ალალიგულით მაძლევდათ აი ეს მითხრა. თორემ მე არ მიჭირს რომ არ იქა დაიქცევა ჩემი ოჯახი. ესე რომ დაწყნარდით. მე მაქვს რწმენა უფლის და ღრმად მწამს. არასდროს თუ ღმერთი ასე ჩათვლის, არც მომწყურდება, არც და ამ ხელა ოჯახსაც გაუძღვები წინა. გულახდილად გეუბნები. აი ეს ტაძარი პეტრე-პავლე სადაც თქვენ ახარ, ამას ისეთი მღვდლები შემდეგ კორპუსებს რომ აშენებდნენ, ეხლა არ დავამთავრე იქ რა მოხდა. ეს ამ ქადაგებიდან თურმე ამოჭრა ერთმა მათგანმა, ვინც დაზარალებულია ეს ფრაგმენტი, რასაც ვამბობ ინკოგნიტოთ იმ მღვდელსა და მოძებნა რომ დიდი ბევრი წოლა ცოტაა იმის ნათესავისგან ეშმაკობით, ასე ვთქვათ, მოხერხებით გაიგო სად იყო და გაუგზავნა ეს ფრაგმენტი და მეორე დღესვე ესე იგი დარეკა არინერვილოთ ყველაფერს დაგიმთავრებთ. მალე ჩამოვა. ეს პოლკოვნიკი მოვიდა და მე ხედავდა ლამისტიროდა ამ ხელაკაცს. ჩემზე მაღალი იყო, რომ თქვენმა ქადაგებამ ნახეთ რა მოახდინაო. და აქამდე საერთოდ დაკარგული იყო. სიტყვაზე ვამბობ. ეს ტაძარი სადაც გადმოვიდა, ამას ესეთი მღვდლები ეძახდნენ შტრაფნიკების ეკლესიას. დაჯარიმებულთან, ერთ-ერთი დაჯარიმებული ვარ, მაგრამ როგორც ცნობილი გამოთქმა, სადაც ეკალი დათესეს იქ ვარდია მოვიდა. სამი ტაძარი კიდეა, სატრაპეზო, მრევლი გამრავდა. ეხლა სად ახართ? მარტო რო ვიყავით ჩვენ წელიწადი, აი ეგ პირველი საავადმყოფოდან იწყებოდა რიგები. გამიგეთ საგვარად. ეხლა თითქმის აღარ ვიღებ ახლებს. პირადად მე ან ვაგზავნე მამა იონესთან, მამა გიორგისთან, სხვა მღვდლებთან. იმიტომ რომ უკვე მოხუცდი და ამდენი რა თქმა უნდა შეიძლება აღარ ამაქვს. საუბარზე უარს არ ვეუბნები, პარაკლისით შემიძლია გადაუხადო, მაგრამ ეს უმოძღვრო ამას ამდეხავს უკვე მაგდენი აღარ შემიძლია, ფიზიკურად აღარ შემიძლია. და ეს რო გადმოვედი აქ ყველაზე დაჯილდო არაფერი არ იყო, აი ფილმი ლაზარი რომ შედარებას ვაკეთებ. ყდარს რომ მიასვენებე, სად მიდიხარ, არც საჭმელი, არც სასველი. აი ესეთი ეკლესია იყო ეს, ისეთი მღვდლების ხელში. მე დანარჩენებს უკვე აღარ მოვყვები რა ხდებოდა აქ. უარესები, რაც არ შეეფერება სასულიერო წოდებას. ხო და ეხლა არანაირი პრობლემა არ აქვს. უდიდესი გაჭირვების წლებშიც ღვთისმადლით კარგად ვიყავი. და ვარ. რატომ იცით? აი როგორც მოციქულთა რა ნათქვამი. თქვენ
იზრუნე უფალი რო ეუბნება მოციქულებს თქვენ იზრუნეთ რომ სულიერად დააპუროთ და მე ვიცი რომ ხორცი გასხიათ არ წაიღოთ ვერცხლი ქამარში ორი ჩანთა ზოგ ადამიანური იმედით კი არ წადით თუ შორეულ ქვეყნებში ჩემი იმედით წადით არაფერი მოგაკლდება მე მწამს ჩემი უფლის მიყვარს მაქვს სასუება არც კი ვთხოვ რომ მატერიალურად რაღაცები მქონდეს თვის მადლით არ ვიტყვი რომ მე ფუფუნებაში ვცხოვრობ მერთმა დამიფაროს იმიტომ რომ საცტურია დაგვადვილია ასეთის არც იმას ვიტყვი რომ ხელმოკლე ვარ მადლობა უფალს ამისთვის ოღონდ უფალმა გინდათ ეხლა იგავისენით გეტყვით ერთ-ერთი პატარა ბავშვი გამოგზავნა და რაღაც მსგავსი სიტყვები შემოთვალა მაგან იზრუნოს ბრელზე მე ვიცი რომ დიდი ოჯახი ყავს წერტილი იქიდან აქამდე ასე ხდება თორე მე უფრო ძვირ მაგალითებსაც მოგიყვანს ახალი ნაკურთხი მოდელი რო ვიყავი 5 წელი დიდუბეში მსახურობდი სადაც ნატრობდნენ მგლები წასვლა და პატრიარქმა იქ გამაგზავნა სულ მეკითხებოდნენ ვისთან ჩააწყვეთ ცეკაში ტეკაში მაშინ მოდიოდა ის თავი რომ მომაბეძრეს ბოლოს უთხარი ღვთისმშობელ მარიამთან მეთქი და პირიღია დარჩა და აღარ დაუსვეთ კითხვები პირდაპირ გაგებით უთხარი ოღონდ არ უთხარი რა გზით ავარ ნაკურთხი მე ჯერ სიზმრებულ ჩვენებაში და ასე შემდეგ აი ეს ვიგულისხმე და თავი დამანებს უბრალოდ ეგეც არაფერია საყვარელი ნელ-ნელა თქვენიანით ხდებოდი პოპულარული მღვდელი ყველა შემთან უნდა აღსარება პარაკლისი პანაშვიდი დღეს ის ზოგჯერ 10-11 მიცვალებულისთვის ამიგია წესი რაიონებში წასვლით ასობით ადამიანი ერთ დღეში არ დაგავიწყეთ ამის გარდა წირველოცვას ვატარებდი და სხვადასხვა აი პარაკლისებზე აღარ ლანდი გამდიოდა ჭამა მენატრებოდა უკაცრავ საპირფარეშოში შესვლაც არათუ ჭამა იმდენი იყო ბრევლი მაგრამ ნახეთ რა ხდებოდა მეორე მხრივ ყველაზე მეტი შემოსავალი ამ გზით ჩემგან შემოდიოდა იმ ტაძარში და მხოლოდ აქ როცა გადმოვედი რამოდენიმე წლის მერე გავიგე რომ რას აკეთებდნენ ის მღვდლები ის ორი და მე ერთი დაემატა სამი იმ მესამეს რომელსაც მე ვასწავლე მღვდლობა სინანულში ჩავარდა მე ამოვიდა და მითხრა ცოცხალი აღარ არის დღეს გას პასუხს აძლევს რომ ასეთ რამე მეც გაგიკეთე რომ იმათთან ერთად ზულებული ვიყავი რაც შემოდიოდა 5 დღის განმავლობაში იყოფდნენ და საკმაოდ დიდი თანხა შემოდიოდა ჩემი ვარაუდით მე ურთიერთობა ამასთან არ მქონდა წინამძღვარმა თქვა პირაობით გავყოფთ რატო ასაჭირო დაწვრილმანება არის საჭირო დაწვრილმანება ბევრი ტკივილები მაგ გადატანილი სამდელოთაგანაც მრევლისგანაც ერისგანაც ეხლა რა უნდა იყოს ვიღაცა სოციალურ ქსელში რომ ლანძღა გინებას ცილის სამებას წერს ჩვენზე მე რომ მიყეფავენ გალაქტიონს მესამედ ვახსენებ ავიძაღლებიან და ძაღლში ოქროპირმა მოიაზრა ათეისტები უღმერთონი იმიტომ რომ ღვთისმოსავი ადამიანი ასეთ ცილის სამებას მეტადრე მოდელზე არ დაწერდა ხო და შაბათ-კვირას რაც შემოდიოდა იქიდანაც ხო ნაწილს იღებდნენ და რაც რჩებოდა აი იქიდან მაძლევდნენ მესამეს თუ მეოთხეც იცოდნენ რომ ესე იგი ნახირავებში ვცხოვრობდი პირდაპირ გაგებით ეგრეთ წოდებულ ლეჟანკებზე გვეძინა შვილებს ვეხუმრებ კიტრანა თავი იმიტომ მაგარ ლეჟანკებზე გავზარდეთ მეთქი მე და დედიკო და ბინა არ მქონდა არაფერი არ მქონდა ჩვენი და ასე შემდეგ ესენი გამოვიარეს დიდება და მადლობა უფალს გარკვეული მართალია მწარე მაგრამ გამოცდილება მივიღე გაჭირვებული ადამიანი რომ მოვა ჩემთვის უფრო გასაგები ხდება რა არის გაჭირვება ანუ ესეც საჭირო იყო ესეც ღმერთის დაშვებით იყო თორე მის გარეშე სიუარაქის მეოთხე თვამო გალაქტიონიდან ამ ქვეყანაზე რასაიჩემ ეს გალაქტიონი მიყვარს და მომწონს თქვენ არა და მიეს ადაგება სათქმელს ისე რომ ყველას საკუთარ თავსაც თითოეულ თქვენთაგანს ჭორიყანებს ბაბეზღარებს ცილის წამებლებს რომლებიც სამწუხაროდ ძალზედ გამრავდა ჩვენს ერში ჩვენი ერიშვილებში მოუწოდებ მეტადრე სინანულის მარხვა სინანულისაკენ ჰე უფალო და მეუფეო მომანიჭე მე განცდა ითვისთა ცოდვათა და არა განკითხვათ ძმისა ჩემისა ამენ ვაკურთხოთ ახალი ხატი გარდა მაგისა დღეს ხსენება არის წმინდა გრიგოლ პალამასთან ამ დიდებულ მღვდელთავართან ერთად ჩვენი დიდი წმინდა მამის იოანე კათოლიკოსის ოქროპირა წოდებულის მჭეორმეტყველი მქადაგებელი იყო ღვთის სიტყვისა და ასევე ხსენება არის სამი მოწამისა რომელთა შორის ერთი არის წმინდა ბასილისკო რომელიც კამაში საქართველოს აფხაზეთში აწამეს და
დღეს წირვისინ ერთმა თქვენთაგანმა შემოსირა ეკლესიას ეს პაწაწა ქვა. ეს არის წმინდა ბასილისკოს მოწამეობის ადგილიდან აღებული ქვა, რომელზეც წმინდა ბასილისკოს სისხლის შხეფები არის. რა კი მისი ხსენება, როგორც დიდი სიწმინდა ევლოგია მინდა გამოვასვენო და დავასვენო წმინდა ხატებთან და ამასაც ემთხვიეთ დასასრულო. ფარავდეთ მადლი წმინდა მოწამე ბასილისკოსე, იოანე კათოლიკოსისა, გრიგოლ პალამასი და ღვთისა და ღვთისმშობელ მარიამისა სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. ამენ. ამენ. ყველა მონათქვას ამენ ნიშნავს ჭეშმარიტად.